პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. ნოღაიდელი, ბურჯანაძე, ოქროაშვილი, ოგბაიძე, მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი თანაგუნდელებისა და ამჟამინდელი მოწინააღმდეგეებისთვის მოიცალა საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყანაში განვითარებული პროცესების კვალდაკვალ პოლიტიკურ კვირაში წარმოგიდგენთ მთავარ თემებს. პრეზიდენტის გზავნილები მარტვილიდან ოპოზიციაში წასულებს. ისინი და ჩვენ, ასე დაყო სააკაშვილმა ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელები. ისინი თვლიან, რომ მათ დაუმსახურებლად ჩამოართვეს პრივილეგიები. ეს არის მათი მხრიდან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, რა პრინციპით ვაკომპლექტებთ დღეს საქართველოს. კლანურ ნათესაური პრინციპით თუ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ დავრჩით ჩვენს პრინციპებზე, არავის შერჩება სხვა პრინციპით რამის დაკომპლექტება. ჩემი არც ერთი ნათესავი რამე სერიოზულ თანამდებობაზე არ მუშაობს და მე ამით ვამაყობ. ეს სააკაშვილის განცხადებაა მარტვილიდან. რა პასუხებს მიიღებს ის დღევანდელი გადაცემიდან? ნურავის ნუ აქ იმედი რომ თავრობაში ვიყავი და იქიდან ხელს რაღაცა გამოვაყოლე და დღეს თავის თავს ოპოზიციას უწოდებ. ამის გამო საქართველოს სახელმწიფო უკან დაიხევს. გავარ ახლა მე ესე ვანო მერაბიშვილის და ზურაბადეიშვილის შეშინებულ ადამიანს. იმ ხალხის რომელმაც ჩვენ ტერიტორიები დაკარგა ესე ლაჩხურად როგორც ეს გააკეთა სააკაშვილმა შესაშინებელი ადამიანი მე ნამდვილად არ ვარ. როდესაც მოვალ ხელისუფლებაში ყველა დამნაშავეს, მართლა დამნაშავეს აუცილებლად დავსჭირ. ზურაბ ნოღაიდელი პირობაზდებს, რომ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დაანგრევს. ყოფილი პრემიერი პირველად აცხადებს, რომ მას პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ოქროაშვილის და პატარკაციშვილის წინააღმდეგ განცხადებებს უკვეთავდნენ. მივიღე გადაწყვეტილება ზურაბ ნოღაიდელის თანამდებობიდან გაშვების, იმიტომ რომ შემეპარა ეჭვი მის ეფექტურობაში და კეთილსინდისიერებაში. მე რომ მაშინ მკვეთრი განცხადებები გამეკეთებინა, სააკაშვილი დღეს კი არა, მაშინვე უკვე აღარ იქნებოდა პრეზიდენტი. მე რომ სააკაშვილის დაკვეთა შემესწულებინა და ვიღაცეებზე მეთქვა, რომ რუსეთის აგენტები იყვნენ, დღესაც პრემიერი ვიქნებოდი, აცხადებს ნოღაიდელი. ვის დადანაშაულებას ხოდნენ რუსეთის აგენტობაში და რატომ ემუქრება სააკაშვილს? მოусმინეთ ზურაბ ნოღაიდელს დღეს პოლიტიკურ კვირაში. მე არ ამგონია რომ ეკა ბესელიას იმის მიასედი კონდეს გაკეთებული როგორც აქვს ნაული ჯანაშიას. მივიღე გადაწყვეტილება რომ ეკონომიკის მინისტრად გადავიყოლოთ ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზატორი, მენეჯერი და მინისტრი, რომელიც ყავს საქართველოში ირაკლი უფროსი. ირაკლი მეუბნებოდა რომ უნდა მინისტრობიდან წასვლა, რათა გაეგრძელებია განათლება საზღვარგარეთ. ძალიან მიყვარს ირაკლი და მიმაჩნია რომ ის იქნებოდა კარგი ეკონომიკის მინისტრი. ჩემი ახლო მეგობარი გადადგა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე შევამჩნიეთ რომ ხელებზე რაღაცა მიეკრო, შეეშინდა და გადადგა. რატომ გაახსენდა ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტს ამავე გამოსვლაში და რატომ გააკეთა განცხადება ირაკლი ოქროაშვილზე, რომ მინისტრობიდან მისი გადადგომა დაჭერის შიშს უკავშირდებოდა? რას უპასუხებს პრეზიდენტს ოქროაშვილის პარტიის ლიდერი? ეკა ბესელიას პირველი კომენტარები პრეზიდენტის გამოსვლაზე დღეს პოლიტიკურ კვირაში. ნინო ბურჯანაძე, თუ კი რამე ფოლადი არსებობს სოფლიოში, ყველაზე მაღალი ყალიბის ფოლადისგან არის დამზადებული მისი ნერვები და მისი პოლიტიკური წამსი. რა თქვა, თვითფასო ნინო, როგორ დაუხსნა საზოგადოებას შალო ობგაიძე რატო ბრუნდება ეხლა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ შენ თუ შენი ოჯახის რომელიმე წევრის მეგობარია? ეს არის მათი მხინა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ მათ დაუმსახურებლად ჩამოართვეს პრივილეგია. ოქროაშვილი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ოგბაიძე, რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელებზე დარტყმა? კატეგორიული გაფრთხილება თუ უბრალოდ შეხსენება? რატომ ახსენა სიტყვები პროკურატურა და პოლიცია და რას ვერ პატიობს ყოფილ თანამებრძოლებს? პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნოღაიდელი პარტიებზე ხარჯავს ფულს, რომელიც მისი პრეზიდენტობისას იშოვა და რომ საქართველოში არეულობას აფინანსებენ ტარი ელონიანი, ბონდო შალიკიანი და ალექსანდრე ებრალიძე. რა ფულზე აქვს ინფორმაცია ხელისუფლებას? ნუ გზარწიკლაური პოლიტიკურ კვირაში სააკაშვილის გზავნილები მარტვილიდან.
მაშ ასე ზურაბ ნოღაიდელის თანამდებობიდან გაშვება გადავწყვიტე, იმიტომ რომ შემეპარა ეჭვი მის კეთილსინდისიერებაში. სამწუხაროდ მას აქვს ბევრი ფული და ეს ფული გააკეთა ჩემი პრეზიდენტობისას. ეს აგზავნილი ნოღაიდელისთვის დიდი ჭყონის ჩაის ფაბრიკიდან. ინტერნეტ ტელევიზია ITV-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტები ჩვენს ანონსში უკვე შემოგთავაზეთ, ნოღაიდელი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას დაანგრევს. არჩევანი სააკაშვილზე ან ის დანიშნავს არჩევნებს, ან მოვლენები განვითარდება რევოლუციური სცენარით. პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მოითხოვდნენ ჩემგან ბადრი პატარკაციშვილისა და ირაკლი ოქროაშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს და ვიღაცეების გამოცხადებას რუსეთის აგენტებად. ამბობს ამ ინტერვიუში ნოღაიდელი, ასეთი რამ მას აქამდე არ უთქვამს. ყოფილი პრემიერი დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება და ამ თემებზე თავად ისაუბრებს. ჩვენ მოვიწვიეთ ნინო ბურჯანაძეც, რომელზეც სააკაშვილმა ამავე გამოსვლაში ასეთი რამ თქვა. ნათესაური ოჯახური მეგობრული კავშირებით მე არავის ვნიშნავ თანამდებობაზე. თუ ნათესავებს ემსახურები, მაშინ შენი ქვეყნისთვის დრო არ გრჩება. ქალბატონმა ნინომ სამწუხაროდ ვერ მოახერხა მონაწილეობის მიღება გადაცემაში. მისი პასუხი იყო, რომ იგი თბილისში არ იმყოფება. მისი პასუხი ალბათ მომდევნო დღეებში იქნება პასუხი სააკაშვილისთვის. ბევრმა ეჭვიც გამოთქვა, რომ ნოღაიდელზე დარტყმით შესაძლოა პრეზიდენტმა ბურჯანაძე გააფრთხილა. პროკურატურა და პოლიცია მას სწორედ ნოღაიდელის კონტექსტში ახსენა და კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი გვარი არ დასახელებულა, მაგრამ ყველა მიხვდა, რომ ეს იყო ირაკლი ოქროაშვილი. ერთ-ერთი მინისტრი ჩემი ახლო მეგობარი მაშინ გადადგა, როცა ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ხელებზე რაღაცა მიეკრა, აშკარად შეიცვალა მისი საქციელი და გული განხეთქვაზე მქონდა, როცა შევამჩნიეთ, შეეშინდა და გადადგა. იფიქრა, რომ თუ ეხლა ოპოზიციაში წავალ, ხელს არ დამაკარებენო. რატომ მოიცალა პრეზიდენტმა ყოფილი თანაგუნდელებისთვის მაინც და მაინც ახლა? ნოღაიდელი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა ოპოზიციასთან ბრძოლის ეს რაუნდი გადააგორა და შესაძლოა ამიტომაც. რას ფიქრობს ეკა ბესელია? ოქროაშვილის პარტიის ლიდერს ვიწევს სტუდიაში გადაცემას გახსნის სწორედ ქალბატონი ეკა ბესელია. ქალბატონო ეკა, საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიდევთ მონაწილეობას გადაცემაში. გთხოვ დაბრძანდეთ. ძალიან საინტერესო განცხადებები, რომელსაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი 2 დღის წინ ჩვენს დღევანდელ გადაცემას დავარქვით გზავნილები მარტვილიდან. მაშასე დავიწყოთ, არ მგონია ბესელიას იმის მიასედი კონდეს ვინმესთვის გაკეთებული, ვიდრე მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატ ნაური ჯანაშიას ამ რაიონისთვის. საინტერესო ის იყო, რომ ამ გამოსვლებში პრეზიდენტი ძირითადად საუბრობდა საკუთარ ყოფილ თანაგუნდელებზე, ქვეყნის პირველ, მეორე პირებზე, ყველაზე გავლენიან მინისტრზე და მან ახსენა ამავე კონტექსტში თქვენი სახელი და გვარიც. რა რეაქცია ჰქონდათ, იყო თუ არა ეს მოულოდნელი და როგორ ხსნით აი ამ გზავნილების მთავარ მოტივს? საღამო მშვიდობის, ინგა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ პირველი რეაქცია ჩემი, როდესაც მოვისმინე ეს კომენტარი და ჩემი გვარის ხსენება იყო ძალიან ბევრი ვიცინე ამაზე და ვიხალისე, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო სერიოზული ემოციით ამის მოსმენა და ამ გულიანი სიცილის შემდგომ პირველი ესეთი განწყობა, რეაქცია რაც მაქვს, რატო შეიძლებოდა მას ამის ასოციაცია გაჩენოდა და ჩემი გვარიც ეხსენებინა იმ ჩამონათვალში, რაც მან მერე ჩამოთვალა და თქვენს ანონსშიც ეს ძალიან კარგად ჩანს. მას ბუნებრივია დღეს კონკრეტული გვარები შეუძლია თქვას, ვინ არის მისთვის პრობლემა სერიოზულად, ვინ არის ის ძალები დღეს ქვეყანაში, რომელიც მას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის და რომელიც ვერ მოინელა მიხეილ სააკაშვილმა. ეს არის პირველ რიგში ის გუნდი, რომელსაც მე დღეს წარმოვადგენ, ირაკლი ოქროაშვილის გუნდი. თქვენ იცით ინგა და საზოგადოებას ახსოვს, რომ ეს პოლიტიკური პროცესები დაიწყო სწორედ 2007 წლის 25 სექტემბერს, როდესაც ირაკლი ოქროაშვილი გამოვიდა. ის დარტყმა, რომელიც მან მიაყენა სააკაშვილის რეჟიმს, იყო ყველაზე ძლიერი დარტყმა და პრაქტიკულად ის ინერცია მოდის დღესაც, ის პოლიტიკური პროცესები გრძელდება დღესაც. მან სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც ჩვენ 1 წელი გადავიტანეთ. ოქროაშვილის დაპატიმრება, 3 ციხე, ქვეყნიდან გაძევება, მერე ის ადამიანები, ვინც ზოგი გადაიბირა, ზოგმა ვერ გაუძლო, ზოგი დარჩა, ზოგი სხვაგან, ერთი სიტყვით მთელი იერიში წამოვიდა ჩვენზე და თქვენ გახსოვთ ისტორია, რომელიც მე გადავიტანე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც ჩემი შვილი იყო უკვე მორიგი მსხვერპლი ანგარიშწორებისა, როდესაც მე საპარლამენტო არჩევნების მერე მიმაყვანინდეს 15 წლის ბავშვი პოლიციაში და ალბათ ეგონა სააკაშვილს, რომ ეს იყო ის ბოლო ნაბიჯი, რომელთაც შეიძლებოდა მე ვერ გამეძლო და ამით თლიან დაშლილიყო ის გუნდი და ის საქმე, რომელიც დაიწყო ოქროაშვილმა, მაგრამ ვერ შეძლო მან ამის გაკეთება. ფაქტია, რომ მან ხაზგასმით ისაუბრა ირაკლი ოქროაშვილზე. ფაქტი არის ის, რომ ირაკლი ოქროაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი ამ მთავრობის. ფაქტი იყო ისიც, რომ მან ამავე კონტექსტში გაიხსენა ქვეყნის
ყოფილი პირველი და მეორე პირები. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ საფრთხეს ხედავს, თქვათ, ვიღაც კონკრეტულ ადამიანებში, ფიქრობთ, რომ ნოღაიდელში და ბურჯანაძეშიც იგივე საფრთხეს ხედავს? ბუნებრივია, ინგა, ყველა ვინც მან ახსენა მარტულში, ყველაში ხედავს ის საფრთხეს, იმიტომ რომ ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში რეჟიმის წინააღმდეგ და რომელმაც სერიოზულად მოარყია ეს რეჟიმი და პრაქტიკულად ხელისუფლება დღეს ქვეყანას არ აყავს, მას აქვს კონკრეტული გვარები, ყავს კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტები, რომელსაც ის ვერაფერს ვერ უშვება. ალასანიაში არ ხედავს ამ საფრთხეს, ქალბატონო ეკა, როგორ ფიქრობთ, ის ასევე მისი ყოფილი თანამებრძოლი? რადგან ის არ გახდა მთავარი სამიზნე, მე ვფიქრობ, რომ ამიტომ აქცენტები გააკეთა სწორედ იქ, სადაც მან მთავარი პრობლემა დაინახა. სხვათა შორის ძალიან დავინტერესდი ინგა, არასდროს არ მქონდა გაგებულია ეს ბატონი, ვისანაც ახლა პარალელი გაავლა, ბატონი ნაულ ჯანაშია. საინტერესო პარალელი იყო, ვისთან ვისზე აკეთებს აქცენტებს მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი, რომელიც როგორც მოვიკითხე, ხა გუშინ აღმოჩნდა, რომ 2008 წლის 5 მაისამდე, ანუ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, რამდენიმე დღით ადრე არის მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი, ერთ-ერთი უდიდესი ქარხნის ელექტრომოძრავი სარემონტო ქარხნის დირექტორის მოადგილე, ადამიანი, რომელიც მსახურობს 95 წლიდან 2008 წლის მაისის პირველ რიცხვებამდე რუსეთში და ბიზნესი აქვს იქ, ჩამოდის და ხდება პარლამენტის დეპუტატი. აი რა არის ეს რა უცნაური ტენდენცია, რომ თუ კი ვინმეს აქვს შეხება რუსეთთან რაიმე ბიზნესის კუთხით თუნდაც, მომენტალურად ხდება რაღაც განსაკუთრებული დატვირთვის ქვეშ, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ფული, რუსეთის კავშირები, ნახეთ რა ხდება, რუსეთში მცხოვრები ადამიანი, რომელიც ხდება დეპუტატი და საერთოდ უცნაურია, თუ ის ადამიანი ხა მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ იგა თუ ის რუსეთში ფულს აკეთებდა, ბიზნესს აკეთებდა, რატო არის ქართველი ხალხისთვის მიძღვნილი ამაგი, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებები, რომელსაც მე ვემსახურებოდი, მიხეილ სააკაშვილის შეიძლება ფული გააკეთო რუსეთში და იგი დახარჯო შემდეგ შენს ქვეყანაში, ამის მაგალითები ბევრი ყოფილა. ყოფილა იგივე ბიძინა ივანიშვილის მაგალითი, იგივე ბადრი პატარკაშვილის მაგალითი და მე შემიძლია კიდევ გავაგრძელო ეს მაგალითები თუ 2008 წლის შეიძლება ფული იშოვოს სხვა ქვეყანაში, მაგრამ იგი დახარჯოს შენს ქვეყანაში. და თუ 2008 წლის მაისამდე ფული კეთდებოდა რუსეთში და დეპუტატობის შემდგომ იხარჯება ეს ფული ხალხში, ეს ნიშნავს იმას, რომ გაუგებარია ის ბიზნესია ეს ადამიანი თუ დეპუტატია, სწორედ ეგ არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატები და ბიზნესმენები ერთმანეთში არია, ეს არის კანონის უხეში დარღვევა და პირდაპირ დეკლარირება მოახდინა, რომ ეს კანონს არღვევს და როგორ გახდნენ მაჟორიტარი დეპუტატები ეს ბიზნესმენები? მაგრამ იგი სწორს ასეთ კითხვას, მაშინ მე შემოგიბრუნებთ ქალბატონო ეკა, როგორ გახდნენ, თქვა ძალიან დიდი ფულის მფლობელებიო, ჩემი ყოფილი თანაგუნდელები. მე შეგახსენებთ ირაკლი ოქრუაშვილზე, თქვენ ალბათ ეს გსმენიათ, ასეთი კითხვა, რა სახსრებით ცხოვრობს დღეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი გენპროკურორი, იგივე პარიზში, ამაზე ალბათ არაერთხელ ქილიკიც მოგისმენია თქვენ, ხო? იგი არ ცხოვრობს ისე ემიგრანტის ცხოვრებით, ხო? ეხლა ეს თავისთავად ცხადია. ანუ, როცა გამოვიდა სააკაშვილი, თქვენ ამბობთ, რომ აი რაღაც თანხებზე უსვავთ ეხა ხას. მას სწორედ ამ თანხებზე ისაუბრა. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, იქ რაღაც ნათესაური კლანური ნიშნით მოძრაობდნენ, იქ ფული იშოვეს, აი იქ ოქრუაშვილის ხელები გაესვარა. რატომ? აი ძალიან საინტერესო რამე მინდა ინგა მოგიყვეთ, აი კადრები, რომელიც გადიოდა ახლა ანონში. იგივე ირაკლი ოქრუაშვილის მაგალითზე. ირაკლი ოქრუაშვილი, რომელზედაც დღეს ამბობს სააკაშვილი, რომ მას რაღაცა ხელებზე მიეწება და ამიტომ მე შევამჩნიე და ის შეეშინდა და გადადგა. გავიხსენოთ, ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაიყვანა 2006 წელს ნოემბერში ეკონომიკის მინისტრად. კომენტარები, რომელიც სააკაშვილმა გააკეთა, ეხლაც გაისმა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი და ასე შემდეგ. ერთ კვირაში ოქრუაშვილმა გააკეთა განცხადება გადადგომაზე. მე გადავხედე არქივს და ზუსტად 9 ეკონომიკის მინისტრად გადაყვანიდან გააკეთა მან ეს განცხადება. სააკაშვილი ეხლა აი ამ განცხადების მერე ან არის მატყუარა, ან არის სულელი. თუ შეხედავ, რომ თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ხელებზე რაღაცა მიეწება, თურმე კორუფციაში გაისვარა და გადაყავს ეკონომიკის მინისტრად და აბარებ თელეკონომიკას, საპრივატიზაციო ობიექტებს და ანდობ მას ამ ყველაფერს, ან ხარ სულელი, ან ხარ მატყუარა. და რომ არის მატყუარა, ჩანს ინგა იქედან, რომ თუ ეს ნაბიჯი გადადგა და თქვა, რომ ეს არის საუკეთესო მინისტრი და მას ამას ვაბარებ, ამის შემდგომ მე მაინტერესებს რა ლოგიკაა იმაში, როდესაც ამბობს, რომ ის თვითონ გადადგა მას შემდეგ, რაც შეეშინდა.
თუ მას აბარებ ესეთ უმნიშვნელოვანეს ობიექტებს აბარებს არსებობს ეს კითხვა და სწორედ ნუგზარცეკლაური ხდება თქვენ შემდეგ ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე მასთან ვაპირებ ამ შეკითხვის დასმას, რას ნიშნავს, როდესაც 9 დღის წინ თქვათ მინისტრი ამბობ, რომ იგი არის ძალიან მაგარი და 9 დღის შემდეგ გადადგომიდან, ნუ რაღაც პერიოდის შემდეგ ამბობ, რომ მას ხელები ქონდა გასწრული. ისტორია უბრძანეთ გისმენთ რა ისტორია. პირველად მინდა მოვყვეთ თქვენთან ეთერში. რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც ოქროაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ გადადგა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან. მიხეილ სააკაშვილი ურეკავს მას და თხოვს შეხვედრას და ღამის 12 საათზე მიდის მასთან სახლში, ანუ ირაკლისთან დადის სახლში. ეხვეწებოდა რამოდენიმე საათის განმავლობაში ეს გრძელდებოდა დილის 5 საათამდე, რომ არ გაეკეთებინა ეს განცხადება. ან სააკაშვილი ამბობდა, რომ მე გამოვაცხადებ, რომ არ ვაკმაყოფილებ განცხადებას გადადგომის შესახებ და თხოვდა მას დარჩენას თანამდებობაზე და 1000 სხვა რაღაცას იქ ბიზნესებს და შემდეგ და რაც შეიძლებოდა აი სხვა ტიპის არჩევანის შესაძლებლობებსაც, თორსა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ოქროაშვილი არ დაბრუნდებოდა. სხვა შორის იმავე სადარბაზოში მეორე სართულზე ცხოვრობდა გიორგი არველაძე, რომელიც გააღვიძეს გამთენიას და სააკაშვილმა მას შესთავაზა მერე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა. ანუ ოქროაშვილის სახლიდან ჩამოვიდა და შევიდა. აი ასე ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე პირებს და როცა დღეს ლაპარაკობს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში თურმე ამ ადამიანებმა ფული იშევა, თვითონ რას აკეთებდა უკაცრავად. თუ ნინო ბურჯანაძე ახლა გაახსენდა, ზურაბ ნოღაიდელი ახლა გაახსენდა, ირაკლი ოქროაშვილი ახლა გაახსენდა თურმე და იმ პერიოდში ესენ რას აკეთებდა? ქვეყნის პირველი პირი ამ დროს, სად არის მისი წილი პასუხისმგებლობა? ამ შეკითხვას მე დავსვამ სწორედ თქვენ შემდეგ ბლოგში, იმიტომ რომ ეს შეკითხვა ლეგიტიმურია და იგი უნდა დაისვას. ქალბატონო ეკა, მაშინ შემოგიბრუნებ თუ შეიძლება და ასევე ასეთ კითხვას დაგისვათ. თუ კი თქვენ საუბრობთ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე, პრეზიდენტი, რომელიც აუცილებლად უნდა წავიდეს, თქვენი ვერდიქტი ასეთია, ხო, გამოუტანეთ უკვე მას დიდი ხნის წინ. რა თავისით მარტო დამოუკიდებლად აკეთებდა იმ ყველაფერს, რის გამოც თქვენი აზრით უნდა გადადგეს? იმ უფლებათა დარღვევას, იმ თელ რიგ, არ ვიცი, დანაშაულებებს, რასაც ულაგებთ ხოლმე ხელისუფლებას. თუ სააკაშვილი ამას მარტო აკეთებდა, თუ საკუთარ გუნდთან ერთად, იგივე ოქროაშვილთან, იგივე ბურჯანაძესთან, იგივე ნოღაიდელთან ერთად. აი მე მაინტერესებს თქვენი პასუხი. თუ კი თქვენ არ ეთანხმებით რაღაცას, ძალით გაგაკეთებინებენ, მოდით გავიხსენოთ, ირაკლი ოქროაშვილი იყო გენერალური პროკურორი პირველი რევოლუციის შემდეგ. მე ამ შეკითხვას შემთხვევით არ გისვამთ. შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკების ცნობილი და სკანდალური დაჭერები და ეკა ბესელია იყო სხვათა შორის დავით მირცხულავას ადვოკატი. მე მაინტერესებს რა სიტყვი დღეს. ანუ იგივე იმ პოლიტიკურ ანგარიშწორებებში, იმ დაჭერებში ირაკლი ოქროაშვილს არ ქონდა თავისი წვლილი. არა მარტო ირაკლის, ასევე ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელს. სინგა და არასდროს არ გაურბივარ ამ კითხვაზე პასუხს. ანუ მარტო სააკაშვილს იყო პრობლემა. სააკაშვილთან ერთად დღეს ვინც დარჩა განსაკუთრებით ის გარემოცვა არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელია ამ რეჟიმზე, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა. ვინც დარჩა, ვინც მასთან ერთად იყო. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა გადაინაწილეს ის პასუხისმგებლობა ერთ-ერთი პირველი და ალბათ ყველაზე გამოკვეთილი განცხადება პასუხისმგებლობის გაზიარების შესახებ გააკეთა სწორედ ირაკლი ოქროაშვილმა. მე ძალიან თამამივა, როცა ამაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე იმ პერიოდში ძალიან ვაკრიტიკებდი და ღიად ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას 2004 წლიდან. ირაკლი ოქროაშვილის განცხადება იმიტომ იყო ღირებული და საზოგადოების მხარდაჭერა იმიტომ მოიპოვა, იმიტომ რომ მას არ უსაუბრია მხოლოდ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე, მან ილაპარაკა საკუთარ პასუხისმგებლობაზე. არა, უბრალოდ ეს კითხვა ძალიან დიდი ხნის წინ დაისვა და იგი დღეს არის ძალიან აქტუალური. მარტო სააკაშვილი არა, მან აიღო პასუხისმგებლობა და თქვა და როცა სააკაშვილის მიმართ ბრალდებები იყო, უმძიმესი ბრალდებები მისი მხრიდან წარდგენილი, იქ საკუთრივ მას საკუთარ თავსაც მიაყენა დარტყმა, როცა ლაპარაკობდა პატარკაციშვილის შეკვეთის მკვლელობაზე, როცა ლაპარაკობდა ალასანიას. ეს არის სწორედ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი მირცხულავა, რომელიც მისი გენპროკურორობის დროს დაიჭირა. კი ბატონო, და მე ვიცავდი დავით მირცხულავას, რომელიც დღეს თავისუფალია და ძალიან მიხარია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საქმე. იგივე როდესაც ალასანია მიხეილ სააკაშვილის ბიძა დაიჭირა ირაკლი ოქროაშვილმა და გააშვებინა. აი ეს ფაქტები, როცა ლაპარაკობდა ამ ფაქტებზე, ოქროაშვილი ბუნებრივია საკუთარ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა და ამიტომ იყო ის ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მან გააკეთა და მიიღო მან თავის თავზე ეს დარტყმა. გაიღო საკუთარი თავი მსხვერპლად და ხალხი პირველად გამოვიდა სწორედ მისი დაპატიმრების გამო. ამიტომ ეს იყო ირაკლი ოქროაშვილის თემა, რის გამოც დაიწყო თავის პრობლემა. იცით რა არის საინტერესო? პრემიერ-მინისტრი
სააკაშვილის დღეს გამოდის და გიპირისპირდება. პარლამენტის თავმჯდომარე ორგზის პრეზიდენტობის კანდიდატი გამოდის და გიპირისპირდება. შენი საუკეთესო მინისტრი გამოდის და გიპირისპირდება. სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. მათე დაკარგესო პრივილეგიებიო, მისი პასუხია, სააკაშვილის არგუმენტი არის. და სააკაშვილია ერთი არაჩვეულებრივი პრეზიდენტა წოდებული და ეს ხალხი ყველა არის ცუდი. მე ამ კითხვას იცით რატომ სავ ქალბატონო ეკა ქარტია რომელიც დადო ამ დღეებში ოპოზიციამ მე მინდა ის სწორედ იქიდან გამომდინარე ამ ქარტიაში არის ჩამონათვალე სიტყვის თავისუფლება ადამიანის უფლებები ბიზნესი ყველაფერი ჩვენი ქვეყანაში რაც კი რაიმე პოლიტიკა არსებობს ყველაფერთან მიმართებაში ამ ქარტიაში არის პირობა დადებული ოპოზიციის მხრიდან რატომ სამიცით ამ შეკითხვას მოახერხებს კი ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ოპოზიცია რომლის ლიდერები არიან იგივე ოქრუაშვილი ბურჯანაძე ნოღაიდელი ალასანია იგივე ყოფილი მინისტრები ბატონი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილი რომ დაიცვას ეს პირობა იმიტომ რომ თუ კი მაშინ ვერ დაიცვეს თურმე ყველანი ერთად რომ იყვნენ ერთ გუნდში რატომ უნდა დავიჯეროთ რომ ამ ქარტიას ეს არის ძალიან ლეგიტიმური კითხვა ქარტიას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა და შეიძლება სიმბოლურიც იყოს სწორედ აი ამ არგუმენტების რევოლუციამდე ასეთი ქარტიები ნაციონალების მხრიდან ერთხელ შეცდომის დაშვება ან თუნდაც რამდენჯერმე შეცდომის დაშვება არ ნიშნავს იმას რომ არაგა გამოსწორების უფლება ვერ უნდა დაინახოს შენი შეცდომები და არ გადადგა სწორი ნაბიჯები სიმბოლური იყო ალბათ ის რომ მე წავიკითხე ეს ქარტია სწორედ იმიტომ რომ მე არ ყოფილვარ არასოდეს ხელისუფლებაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებთან ერთად მეც მომეწერა ანუ მათთან ერთად ან მე მათთან ან მათ ჩემთან რა მნიშვნელობა აქვს ხელი მოგვეწერა იმ დოკუმენტზე რომელიც არის ვალდებულება მაღალი ხარისხი საკუთარ საზოგადოებასთან და ჯერა თუ არა იმ ხალხს იმ ხელმომწერი ადამიანების იმ ამას გამოხატავენ არჩევნების დროს მაგრამ როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ პრივილეგიებ დაკარგულ ადამიანებზე მიხეილ სააკაშვილი როგორც იხსენებს აქ მარტო ირაკლი ოქრუაშვილი ან გოგა ხაინდრავა ან ვინმე სხვა არ არის ქუჩაში დგას ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მაინტერესებს მონა გაბრინდაშვილი პრივილეგიებ დაკარგულია არა გეთანხმებით სწორედ ამიტომ სავ ამ კითხვას ანუ ოპოზიციის ლიდერები როდესაც დებენ ამ ქარტიას მოახერხებენ კი ისინი თუ კი მოვლენ ხელისუფლებაში ამის შესრულებას იმიტომ რომ მედიის თავისუფლება რომელიც გამხსნელი საკითხია ამ ქარტიის მე ხა უნდა ვიყო ობიექტური და პირდაპირ ეთერში უნდა ვთქვა რომ ამ ქვეყანაში რევოლუციურ მთავრობაში იყო ორადორი მინისტრი ეს იყო გოგა ხაინდრავა და ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მოდიოდა ხოლმე ბოიკოტის პირობებში, როდესაც ჩვენ გამოგვიცხადეს ბოიკოტი გადაცემებში. დანარჩენი ღრმა პატივისცემას ვადასტურებ თითოეული ადამიანის მიმართ, მაგრამ არც ერთი არ გამოდიოდა ამ გადაცემებში, არც ხელისუფლების მეორე, მესამე თუ მეხუთე პირები. ისინი ამბობდნენ, რომ ეხლა ჩვენ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას ვერ დაუპირისპირდებით. ამიტომ სვამ მე ამ კითხვას ქალბატონო ეკა. ოპოზიციამ რომ ჩაანაცვლოს ეს ხელისუფლება, რა გარანტია უნდა ქონდეთ იგივე იმ ნონა გაფრინდაშვილი ახსენეთ ოთარ მეღვინეთ უხუცეს და მთელი საზოგადოება ვინც თქვენ გიჭერთ მხარს რომ თქვენ რომ მოხვალთ ისევე არ დაარღვევთ დადებულ პირობებს როგორც დაირღვა არაერთი რევოლუციამდელი დადებული პირობა ინგა ეს ადამიანები რომ შეგუებულნი იყვნენ ამ რეჟიმს და ამ სისტემას მაშინ დარჩებოდნენ სააკაშვილთან ერთად როგორც დარჩა მასთან ერთად ვანო მერაბიშვილი ზურაბადეიშვილი ბოკერია თარგამაძე და სხვები სწორედ იმიტომ რომ მათი ხედვები მათი პრინციპები მათი ღირებულებები გაიყო ეს მოხდა ადრე თუ გვიან ეს საზოგადოებამ შეაფასოს ალბათ მე არ ვიქნები საკამარისად ობიექტური მსაჯული ამისთვის მაგრამ ხალხმა შეაფასოს მათ ხომ გადადგეს ნაბიჯი და თქვენს უარი სააკაშვილთან ერთად დგომაზე ამით მათ მიიღეს უმძიმესი დარტყმები ხა ნუ რავი ნუ იტყვის რომ ირაკლი ოქრუაშვილს შეეშინდა და იმიტომ გადადგა ნაბიჯი მაგრამ ისი ნაბიჯის გადადგა ქალბატონო ეკა თქვენ აკეთებდით განცხადებას რომ 9 აპრილს იგი იქნებოდა აქციებზე შემდეგ აკეთდა განცხადება რომ აი 26 მაისისთვის იქნებოდა ჩვენ ნახეთ მასშტაბური ღონისძიება მართლა ძალიან კიდევ ერთხელ ვიტყვი შთამბეჭდავი და ბევრჯერ ვიტყვი იმიტომ რომ მართლა იყო ძალიან შთამბეჭდავი მაგრამ იქ ყველა იყო მინუს ოქრუაშვილი რატომ გიპასუხებთ ინგა 26 მაისი იყო მართლაც უდიდესი დღე და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული დღე ქართულ პოლიტიკაში ბოლო წლებში განსაკუთრებით რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლას ეს საკითხი არ მოხსნილა დღის წესრიგიდან თუ ეს არ მოხდა 26 მაისს ან წინა დღეებში ან ეხლა მხოლოდ იმიტომ რომ და მე ზოგადად და მოკლე კომენტარს გავაკეთებ ამაზე მან ვერ იპოვა მეკავშირეები იმ სტრატეგიაში რომელიც გულისხმობს მეკავშირეები დავასრულებს იმ მეკავშირეები იმ სტრატეგიაში რომელიც მუდმივად ხალხის გამოყვანა დაშლას კი არ გულისხმობს არამედ რეალურად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებას და მოშლას
მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ეს მაინც მოხდება. მერიპოვა თქვენს თანამებრძოლებში ოქრუაშვილმა მხარდამჭერები იმ ლიდერებში ვინც იქ იდგნენ სტადიონზე. მოდით ღიად სტრატეგია რომელიც ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს. აი იმ სტრატეგიაში მან საკმარისი მხარდამჭერები ვერ იპოვა. უფრო კონკრეტულად ინგა ამ საკითხებზე მე იმედი მაქვს, როდესაც თქვენ თავისუფალ ტელევიზიაში იქნებით, თქვენ მოგეცემათ პირდაპირ ამ კითხების დასმის შესაძლებლობა უშუალოდ მასთან და ის აუცილებლად ამაზე გიპასუხებს. ძალიან გთხოვთ თავისუფლებასთან მიმართებაში მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ მართლა შეიძლება ეს გახდა ერთგვარად მომაბეზრებელი, ეს არის გადაცემა მართლა თავისუფალი. ეს იყო სტანდარტების თემა, რის გამოც მე გამოვთქვი ჩემი პროტესტი და დავტოვე კონკრეტული პოსტი ქალბატონო ეკა. რაც შეეხება გადაცემას, ეს არის თავისუფალი გადაცემა და მე მგონი ნებისმიერი კადრი კითხვა ადასტურებს ამას, თუ თქვენ ეჭვიგეპარება. ხო, მე გულისხმობ ოქრუაშვილის ჩართვას, რომლის შესაძლებლობა კი ბატონო, რომელიც უბრალოდ პირველი არხის სტანდარტებიდან გამომდინარე დაიბლოკა. კი ბატონო და მე უნდა დაგისვათ ალბათ სრულდება ჩვენი საუბარი, ასეთი კითხვა პიარი მართავს ეს ხელისუფლება, ტელევიზიებით მართავს არაერთხელ მოვისმინეთ. რას ნიშნავს თავისთავად თქვენთვის ის ფაქტი, რომ აი ხელისუფალი უმაღლესი პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირი გადის და ვთქვათ კონკრეტული ჩაის ფაბრიკა იქნება ეს თუ რაღაც ქარხანა, იქიდან აკეთებს ჩართვებს და იქიდან აკეთებს განცხადებებს და კიდევ ერთი, სააკაშვილის ტონი ასეთი მკვეთრი არ ყოფილა ამ აქციების დაწყებიდან პარასკევამდე. პარასკევს მისი ტონი იყო ძალიან მკვეთრი და ძალიან აგრესიული. მან ახსენა პროკურატურა, მან ახსენა პოლიცია და ალბათ არა შემთხვევით. სწორედ ამიტომ რატომ როგორ ფიქრობთ? ნამდვილად ძალიან სწორი აქცენტია, იმიტომ რომ ახსენა პროკურატურა და პოლიცია, ჩვენ ამიტომ გეგმავთ სწორედ 9 ივნისს 2 თვის თავზე საპროტესტო აქციას სწორედ პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 12 საათზე და იქ გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი, მთელი დღის განმავლობაში პიკეტირება ამ ორივე უწყებასთან, იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად რეჟიმი იმართება სწორედ პროპაგანდისტული და რეპრესიული მანქანებით ინგა და სწორედ იმიტომაც ახსენა მან ეს ორი უწყება რომ ეს არის მთავარი იარაღი რომელთაც ის იბრძვის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. თქვენ ახსენეთ რომ პიარით იმართება. დიახ, პიარით იმართება. მხოლოდ საქართველოში შეიძლება აკეთო ის რომ საინფორმაციო გამოშვებებს დაამთხიო მთავრობის ხდომა, პარლამენტის უმრავლესობის შეკრება. მხოლოდ ასე ააწყო ქვეყანა, ეს არის სააკაშვილის მეთოდი, დადგმული ბანერების ფონზე გახსნა ქარხნები და ფაბრიკები. ეს არის უბედურება ქვეყანაში და ქვეყანა მიექანება უბრსკულისკენ ამ რეჟიმის გამო და მე იმედი მაქვს რომ საზოგადოება ამას აცნობიერებს. როდესაც ის ლაპარაკობდა რუსულ ფულზე ინგა არ შემიძლია ეს თქვა პროკურატურა მის ტარიელონიანისგან ბონდო შალიკიანისგან ალექსანდრე ებრალიძე ბატონი შალიკიანი სწორედ მის გვერდით იდგა. იგივე უნიანი სახელდებოდა სწორედ მის მხარდამჭერად. მე მახსოვს ასევე ძალიან კარგად რომ რუსეთიდან ფული და შევარდნაძის ცნობილი ინტერვიუ გახსოვთ თქვენ. მან პირდაპირ დაასახელა რომ შემოდიოდა უზარმაზარი ფული სააკაშვილის გუნდის მხარდასაჭერად არა მარტო რუსეთიდან, სხვათა შორის დასავლეთიდანაც. მე ასევე ძალიან კარგად მესმის, რომ იგივე ებრალიძეც, რომელიც ჩართეს რუსთავიორზე, რა თქმა უნდა, რო არ ყოფილიყო ის ამ ხელისუფლების ინტერესში ეს არ მოხდებოდა, რაც შეეხება რუსულ ფულს, მე მაინტერესებს. პრეზიდენტი, რომელიც დგას და ჭორაობს, პროკურატურა მისია, სასამართლო მისია, პოლიცია მისია, ინგა, სად არის ერთი მტკიცებულება, როდესაც ამ ტიპის ბრალდებებს უყენებს შენ პოლიტიკურ ოპონენტებს, დადები ერთი მტკიცებულება, რომ აი რუსულ ფულზე როცა ვლაპარაკობ და რაიმე კავშირშია ეს ოპოზიციასთან, აი მტკიცებულება. შეიძლება ესე იდგე და როგორც სოფლის ორღობებში ან კლუბში ლაპარაკობს ადამიანები, ქვეყნის პირველი პირი, ესე ლაპარაკობდეს. ამიტომ კავშირები რუსეთთან, სხვათა შორის ამ ხელისუფლების არის პირდაპირ ერთხელ გამოჩნდა ამ პოლიტიკური პროცესების ფონზე, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა იგივე რუსეთის სწორედ სპეციალური სამსახურებისგან და მთელი მისი პოლიტიკა ამას ემსახურება და მარცხი საგარეო არენაზე ის რაც მოხდა გაეროში პანგიმონის ბოლო შუალედური მოხსენება ღმერთმან უკნას რომ 15 ივნისს საქართველოს არ იყოს მოხსენიებული აფხაზეთთან ერთად ესეც სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობა მარცხი გარეთ და საკუთარ ხალხზე იერიშის მიტანა ეს არის სააკაშვილის რეჟიმის ბოლო დიდი მადლობა. სწორედ ამ შეკითხვით დავიწყებ მე ბატონ უგზარ წიკლაურთან საუბარს, სადაა მტკიცებულებები, როდესაც რუსულ ფულზე არის საუბარი. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვა, რომ საქართველოში არეულობას აფინანსებს რუსეთიდან შემოსული კრიმინალების ფული. მე უნდა გაგაცილოთ, დაგემშვიდობოთ, თუმცა არქივზე ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ დღეებში და როდესაც პიარზე არის საუბარი, უბრალოდ გავიხსენოთ ერთად იგივე პიარი ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში იყო თუ არა, როდესაც იგი გახდა გუბერნატორი და
ბორდელში შევარდა მისი პირველი ის იყო ცნობილი სკანდალური საეთერო კადრები. თუ შეიძლება ეხლა ერთად ვნახოთ და აი უბრალოდ თქვენი კომენტარი და დაგემშვიდობებით. ეხლა შეგიძლიათ კომენტარი თქვენ. იცი იმ პერიოდზე მე კომენტარებს ალბათ ნაკლებად, იმიტომ რომ არა, თუ ახსენებთ ხოლმე, თუ დაგისვამთ. ეს იყო სააკაშვილის პოლიტიკა, ინგა, სააკაშვილის პოლიტიკა, რომელიც მოვიდა ვარდების რევოლუციით და დაიწყო ამ ტიპის პოლიტიკის წარმართვა ქვეყანაში. ეს იყო სააკაშვილის ხელწერა, რასაც იმ პერიოდში აკეთებდა, რაც ბუნებრივია ჩემგან და სხვებისგანაც იყო ძალიან კრიტიკულად შეფასებული, ამიტომ ამაზე პასუხი გასცეს ხელისუფლებამ და არა მე ეკაბესელიამ, რომელიც უბრალოდ გაგახსენეთ, იმიტომ რომ გავერთე, როდესაც ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ განცხადებებს ვეძებდი და ხელთ შემჩა ეს კადრები. ეკა წარმატებებს გისურვებთ, მე მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაშასე ეს იყო ეკა ბესელიას პასუხები იმ განცხადებებზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მარტვილიდან. ხელისუფლების გუნდი განაგრძობს გადაცემაში პასუხის გაცემას. ბატონი ნუგზარ ციკლაური, ბატონი ნუგზარ, სად არის ერთი მტკიცებულება მაინც, როდესაც ხელისუფლება გამარჯვებად საუბრობს რუსეთიდან შემოსულ კრიმინალების ფულზე. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო სწორედ ამ თემით. ფული შემოდის ტარიელონიანისგან, ბონდო შალიკიანისგან, ალექსანდრე ებრალიძისგან. რა ფულზეა საუბარი? როცა პრეზიდენტი ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ფული შემოდის არეულობისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, იმიტომ რომ პრეზიდენტი არ არის 20 წლის პატარა პოლიტიკოსი ბიჭი. იგი არის ქვეყნის პირველი პირი და მე მინდა ეკაბესელია სამართალმცოდნეა, იურისტია და სწორედ მისი შეკითხვით დავიწყო თქვენგან პასუხის მიღება, რომელიც მან დატოვა ამ სტუდიაში. ერთი მტკიცებულება. მტკიცებულება გახლავთ ის, მინდა მივესალმო ჩვენს ტელემაყურებლებს, მოგესალმოთ თქვენ. მტკიცებულება გახლავთ ის რიტორიკა, რომელიც გოსმის სწორედ ამ ადამიანებისაგან. პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე ყველა ამ ადამიანის გამოსვლაში იყო ნახსენები, რომ დიახ, ისინი დახარჯავენ თავიანთ ფულს იმისათვის, რომ საქართველოში მოახდინონ ცვლილებები. ნებისმიერ მათგანზე, მაგალითად იგივე ებრალიძეზე, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ის საქართველოს ჩამოვიდა დახარჯავს ძალიან დიდ ფულს და ჩვენ ვიცით მისი კრიმინალური წარსული, იგი ორჯერ არის ნასამართლევი. ასევე ლევან პირველზე, რომელმაც ზუსტად ეს სიტყვები გაიმეორა და ჩემ შემდეგ თუ არ ვცდები ბატონი ნოღაიდელი უნდა მოგზანდეს და გუშინ მან თქვა, რომ ის დაანგრევს საქართველოს, დაშლის და დაანგრევს საქართველოს ხელისუფლებას. სააკაშვილს და მის ხელისუფლებას. სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, თუნდაც ასე იყოს და დახარჯავს ამის უკანასკნელ ვარამდე ფულს. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამას ამბობდა აგრეთვე ბადრი პატარკაციშვილიც 2 წლის წინ. ამიტომ, როდესაც ვკითხულობთ, სად არის მტკიცებულებები? მტკიცებულებები ერთი არის, რომ შენ გააკეთო განცხადება, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, თუნდაც ჩემს ქონებას შევწირავ პოლიტიკურ ბრძოლას და მეორე არის, რომ შენ დაგაბრალონ, რომ აი რაღაც კრიმინალური ფულით, მოპარული ფულით აფინანსებ პარტიებს, აწყობ რაღაც გადატრიალების მცდელობას და რევოლუციებს. ზურაბ ნოღაიდელის თემაზე მე ოდნავ მოგვიანებით უნდა დაგისვათ ეს კითხვა, მაგრამ აი თქვენ წეგან ჩამონათვალი გააკეთეთ, ხომ ახსენეთ იგივე ებრალიძე, ახსენეთ ბატონი ლევან პირველი, პრეზიდენტ ახსენათ არიელონიანი, ბონდო შალიკიანი. თუ შემოდის ასეთი ფული, ვისთან მიდის ეს ფული? ხომ შეუძლებელია ეს ფული სადღაც შემოდიოდეს და ჰაერში იფანტებოდეს? თუ ფლობს ხელისუფლება ინფორმაციას, რა თანხა არის შემოსული, ვისთან არის მისული და რომელ პოლიტიკურ ძალებთან მიემართება და მიედინება ეს არეულობისთვის შემოგზავნილი თანხა რუსეთიდან? რაც არ უნდა დიდი იყოს ცნობის მოყარეობა ამასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ კონკრეტიკა ამ შემთხვევაში სულაც არ გახლავთ მისაღები, ფაქტი არის ერთი, რომ ეს ადამიანები თვითონ აცხადებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონო ნუგზარ, რომ დაიდოს კონკრეტული ფაქტები. იმიტომ რომ ჩვენ გვისმენს უამრავი ადამიანი, რომელსაც მოსმენილი აქვს ამ ხელისუფლებისგან ნოემბრის შემდეგ არაერთი განცხადებები და რაღაც ჩანაწერები რუსეთის აგენტობაზე და იმისათვის, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ ნამდვილად ასია საჭირო ალბათ ხომ მტკიცებულებები. ერთხელ ადრესატს ვახსენე, ძალიან ძნელია დააჯერო ის ადამიანის სიტყვებით, რომელსაც თავის თვალების არ ჯერა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავისი თვალით საქართველოს მოსახლეობამ ნახა თუ როგორ ამბობდნენ ეს ადამიანები, რომ დიახას დახარჯავენ ფულს საქართველოს ხელისუფლების დანგრევისათვის. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, როდესაც ლაპარაკია ხელისუფლებაზე ნგრევა და აი ეს სიტყვები არ მგონია, რომ ყველაზე მისაღები ტერმინები იყო. შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე საუბარი მათი მხრიდან, მაგრამ როდესაც ლაპარაკია ნგრევაზე, ხელისუფლების ნგრევაზე, ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების ნგრევა ამავდროულად იწვევს ქვეყნის ნგრევასაც, რისი რატომ ხელისუფლების ნგრევა არ ნიშნავს მაინც და მაინც რევოლუციას და მაინც და მაინც ძალით ნგრევას. პოლიტიკური ბრძოლის სხვა შორის იგივე ნოღაიდელი ვახსენეთ ჩვენ. სიტყვებში ყოველთვის
და თუ არა ყოველთვის ძალიან ხშირად მაინც იმალება ის მეთოდიკაც, რის გამოყენებასაც აპირებენ ესა თუ ეს ჩამოგდებამ და მისი ხელისუფლების ინგრევა, ქვეყნის ინგრევა გამოიწვია ბატონო. მე ვფიქრობ, აქ ახლა საუბარი იყო უსმენდი მანამდეც და თქვენს პირველ კითხვაშიც მსგავსმა რიტორიკამ გაიჟღერა. მე ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული გახლავთ გარკვეული მოდელი ან და ცდილობა არის შემოთავაზების ისეთი მოდელის, რომ იმ ადამიანებს, ვინც დაიწყეს პოლიტიკურ საქმიანობას, ჩამოაყალიბებს პოლიტიკურ პარტიას, ეს თითქოს უნდა ათავისუფლებდეს და ეს მათთვის თითქოს ერთგვარი ამ თემაზე ინდულგენცია. ორი წუთში ძალიან გთხოვთ, კადრები გადის, შეხედეთ თუ შეიძლება ეკრანს. აი, შევარდნაძის ჩამოგდებამ თქვენ წეგამ ბრძანეთ, რომ ხელისუფლების ჩამოგდებაო და ნგრევა გამოიწვევს ქვეყნის ნგრევასო. აი ამ კადრებმა გამოიწვია ქვეყნის ნგრევა, როგორ ფიქრობთ? ეს იყო პირდაპირ ჩამოგდება, ხო, შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწყობილი ვარდების რევოლუცია. ჩვენ არაერთ გზის გვისაუბრია ამაზე და მათ შორის ამ სტუდიაში ვფიქრობ არავითარი კავშირი 2003 წელსა და დღევანდელ ვითარებას შორის არ არის. გახსოვთ მაშინ რომ იყო გაყალბებული არჩევნები, ამ გაყალბებული არჩევნების შედეგები არ ცნო მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ და ქართულ ხალხს ჰქონდა სრული მორალური უფლება იმისათვის, რათა გამოეხატა თავისი ნება და მოძალადე ხელისუფლება გაესტუმრებინა. რაც შეეხება ძალადობას, მე აქ ვერ ვხედავ ძალადობას, სწორედ რაკიღა ვერ იქნა არჩეული მაშინ და ვერ დამტკიცდა ახალი პარლამენტი, ძველი პარლამენტის წევრები შევიდნენ პარლამენტის შენობაში და მათ მხარს უჭერდა ქართული ხალხის უდიდესი უმრავლესობა. მე უბრალოდ თქვენივე ნათქვამი განვავრცე ერთგვარად, რომ ხელისუფლების ნგრევა ქვეყნის ნგრევას გამოიწვევსო. ბრძანის თემა ალბათ დიახის თემა ალბათ უნდა გავაგრძელოთ. საუბარია იმაზე და ეჭვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერისაგან მსმენია, რომ ხომ არ არის ეს ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ესა თუ ის ლიდერი ამა თუ იმ პოლიტიკურ შეხედულებას გამოხატავს. მინდა გავახსენო ყველას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იმ 2003 წლიდან დღევანდელ დღემდე იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრიორიტეტული ამოცანა და მე ვფიქრობ ყველაზე უფრო წარმატებულად წარმართული ამოცანა საქართველოს ხელისუფლების და ამ შემთხვევაში თუ კი ვილაპარაკებთ რაღაც პოლიტიკურ შეხედულებებზე, უნდა გავიხსენოთ ის გამგებლები, ის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, რომლებიც ამჟღავნებდნენ პოლიტიკურ ლოიალობას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ აი ამ პოლიტიკურმა ლოიალობამ ვერცერთ შემთხვევაში ისინი ვერ დაიცვა, როდესაც მათ მოისურვეს, რომ ქართული ხალხის ქონებას და ქართული ხალხის ფულს შეხებოდნენ. კი ბატონო, მოდით ეხლა გავუსწოროთ რეალობას მე და თქვენ თვალები. აქ არის საუბარი ქვეყნის მეორე პირზე, ქვეყნის მესამე პირზე, წლების განმავლობაში. ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მინისტრზე, მე მგონი არ იქნება საჭირო თუ არის საშუალება ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, როგორ აქებდა მიხეილ სააკაშვილი. იგივე ირაკლი ოქრუაშვილს 9 დღის წინ, 9 დღის შემდეგ ეს ადამიანი გადადგა და დღეს ჩვენ ვისმენთ, რომ თურმე მას ხელები ქონდა გასწრელი. როდესაც წავიდა ზურაბ ნოღაიდელი და დღეს ამბობენ, რომ თურმე მანიშოვა ფული, აი ეხლა ამ წლებში. ნინო ბურჯანაძე, რომელიც რკინის ლედით იყო და ჩვენს ანონსშიც არის, ეს გავიხსენეთ, გამოცხადებული და არაერთხელ ნინო ბურჯანაძის სახელით უამაყია მიხეილ სააკაშვილს. აქ ჩდება სწორედ ეს კითხვა. წეღან ეკაბესელი ამას თქვა, რა, თუ ეს ადამიანები ასეთი ცუდები იყვნენ, ეხლა დაინახა ხელისუფლებამ, როცა ისინი ოპოზიციაში წავიდნენო. რატომ არ დაიჭირეს მაშინ, თუ კი იყო რომელიმე მათგანი დასაჭერი? თქვენი სიტყვები არის დასტური იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლა მართლაც იყო შეურიგებელი და ის ხორციელდებოდა განურჩევლად იმისა, ვინმე იყო პოლიტიკურად ლოიალური ამ ხელისუფლების მიმართ თუ არა. სწორედ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, აი ამის დასტური არის. რაც შეეხება იმას, წინასწარ არავის არ შეუძლია განჭრეტა იმის, რაც გააკეთებს ადამიანი. მან გაიგო რომ შევამჩნიეთ, შეეშინდა და გადადგა. ამ არავის არ შეუძლია წინასწარ ამის განჭრეტა და თუ დააკვირდებოდით პრეზიდენტმა გუშინ წინ მარტულში ბრძანა იმის შესახებ, რომ თუ კი კანონი დაადგენს ამ ადამიანთა ბრალეულობას, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ქართული სახელმწიფო უკან დაიხევს. ამიტომ ეს გახლდათ არა ბრალდება, არამედ გამოთქმული ეჭვი და ვფიქრობ ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ მიუხედავად იმისა, ვინ გამოთქვამს ასეთ ეჭვებს, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის კანონს, იმდენად რამდენადაც საქართველო გახლავთ დემოკრატიული ქვეყანა და მისი უმთავრესი მიმართულება გახლავთ სწორედ სულა ევროპული დემოკრატიის. მაგრამ ისეთი ქვეყნის ისეთი პრეზიდენტი როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, ტყუილა ალბათ არის სროდა, ხომ სიტყვებს პროკურატურა და პოლიცია. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ ჩასაფრებულის პოზიციიდან კი არა, მაყურებლისთვის იქნება ალბათ ეს ძალიან საინტერესო ბატონო გზარ, რომ თუ კი 2 წლის
მის წინ შენ ამბობდი რომ ის იყო საუკეთესო მინისტრი და გადაგყავდა და აბარებდი მართლა მთელი ქვეყნის ეკონომიკას და დღეს ამბობ რომ ხელი აქვს გასწრული, ამიტომ ჩნდება ეს კითხვა. ოპოზიციაში გაჩნდა ასეთი მოსაზრება, სხვა შორის ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა იგივე ITV-სთან ინტერვიუში ასეთი რამეც თქვა რომ სააკაშვილს ეხა გონიაო რომ გადააგორა ოპოზიციასთან ბრძოლის ეს რაუნდი და შესაძლებელია აქედანაც მოდისო ეს ტონი. სააკაშვილმა ახსენა სიტყვები პროკურატურა და პოლიცია. ხომ არ უნდა ველოდოთ რომ ეს ადამიანები იქნებიან განეიტრალებული? მოდით პირდაპირ თქვათ, ხომ არ დაიჭერენ მათ? საქართველოში ყველა მათ რა ამ შემთხვევაში ნოღაიდელზე იყო სწორედ პროკურატურა და სწორედ სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობას. მე არ გახლავთ არც ერთი და არც მეორე ორგანიზაციის წარმომადგენელი. ფიქრობ რომ ჩვენი ვალია რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ტრანსპარენტული იყოს ყველა პროცესი ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით. ფიქრობ საუბრები იმაზე ფუჭი არის რომ ეს შეიძლება რაიმე შეიძლება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოხდეს აი ეს დაჭერები, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება მასზე საუბარი, რაც ეს ფაქტები მოხდება. სხვა ინფორმაცია მე ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. იქ იყო გამოთქმული ეჭვი რომ ეს არის ძალიან დიდი ფული, მე ისიც არ ვიცი რა რაოდენობის ფული აქვს მაგალითად ნოღაიდელს და მე საერთოდ თუ წარმოდგენებზეა ლაპარაკი, ისიც კი ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანი თავის ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს დროს რაიმე საკვანძო თანამდებობაზე იყოს და იფიქროს იმაზე რომ ხელები აფათუროს ამ ქვეყნის ბიუჯეტში, მაგრამ ეს ჩემი წარმოდგენები არ ამგონია ყველა ეს საინტერესო თემა იყოს. ფაქტია რომ თელმა საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ყველა პროცესი და ხელისუფლების ყველა ქმედება, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ აქეთკენ არის. კი ბატონო, თუმცა მე კიდევ ერთხელ გავემეორებ რომ ეს გაჩნდა სწორედ კითხვები, იმიტომ რომ ეს ადამიანები როდესაც წავიდნენ ოპოზიციაში, წეღან კადრებიც გადიოდა, არაერთი კადრი მოვიძიეთ, ეხლა ოქროაშვილზე კი არა მხოლოდ არა წეღარაც ვაჩვენეთ ბესელიას, იგივე სააკაშვილზე, ბურჯანაძეზე, ნოღაიდელზე, იგივე ნინო ბურჯანაძის თემა იყო ყოველთვის საამაყო, მიხეილ სააკაშვილის გვერდში იდგა და ყოველთვის იგი ამბობდა რომ აი ნინო ბურჯანაძე არის განსაკუთრებული და დღეს როდესაც ჩვენ ვისმენთ რომ თურმე ქვეყნის მეორე პირი ნათესაურ კლანური ნიშნით ატარებდა პოლიტიკას, ნიშნავდა ადამიანებს და რა პრინციპებით უნდა შევარჩიოთ და დავაკომპლექტოთო დღესო ჩვენი ხელისუფლებაო, პრეზიდენტი ესეთ კითხვას სვამს მარტვილიდან, ნათესაურ კლანურიო? ნინო ბურჯანაძე თუ კი აქამდე ამ ნათესაურ კლანური პრინციპებით მოქმედებდა, რატომ არ ქონდა ამის შესახებ ინფორმაცია არავის? აი ამაში არის საქმე, მეტი არაფერი. მე მგონია რომ ერთ წრეზე ვტრიალებ, გასაგები არის რომ იმ ადამიანების ქმედებაში როცა გამოჩნდა მსგავსი мотиваციები, ხოლმე მას შემდეგ შეიძლებოდა პოლიტიკური ქმედება და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლებოდა ქმედება, თუ კი საჭირო იყო სამართალდამცავების, როგორც მოხდა ბატონი ოქროაშვილის შემთხვევაში. განცხადებები. მე არ ვფიქრობ რომ გვიანია, იმიტომ რომ პოლიტიკური რეაგირება ამას მოჰყვა, ფიქრობ დროული და ამიტომ არ მგონია რომ ეს იყოს რამენაირად ნაგვიანი. კარგით. ბატონო გზად, ამ ბოლო დროს გაჩნდა ასეთი ტენდენცია ძალიან თვალშისაცემი, პრეზიდენტი რეგიონებიდან აკეთებს განცხადებებს, კეთდება პოლიტიკური განცხადებები, რაღაც კონკრეტული ობიექტებიდან, რომელიც უნდა გაიხსნას მომავალში, ამ თქვათ იხსნება. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის ძალიან სიმპტომატური, იმიტომ რომ ხელისუფლება ამით ხაზს უსვამს პირდაპირ, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ თბილისს და იძულებულები არიან, რომ ისინი ჩავიდნენ და რეგიონებიდან აკეთონ განცხადებები. პრაქტიკულად ჩვენ მოვისმინეთ ძალიან სერიოზული პოლიტიკური გზავნილები, იგივე დიდიჭყონის ჩაის ფაბრიკიდან 2-3 დღის წინ პრეზიდენტის მხრიდან, ხო? რას ნიშნავს, რატომ რეგიონებიდან, რას გვიპასუხებთ? არის ორი ვარიანტი, ან მართლა ვეღარ აკონტროლებს თბილისს და თბილისში მას აღარ დაედგომება, ან დაწყებული არის წინასაარჩევნო კამპანია. უპირველესად მოგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი და არაერთი კონკრეტული ქალაქის პრეზიდენტი და ვფიქრობ საქართველოს მოსახლეობას ყველა კუთხეში ისევე სჭირდება პრეზიდენტის ყურადღება და პრეზიდენტის ჩასვლა, მონახულება და იმ პრობლემატიკის გაცნობა, რაც ამა თუ იმ კუთხეში არის, როგორც სჭირდება თქვა თბილისს ან რომელიმე სხვა დიდ ქალაქს. ამასთანავე არ შემიძლია არ შევნიშნო, რომ წინა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები პრეზიდენტის მიერ სულ 3-4 დღის წინ გაკეთებული იყო ბატონ დემეტრაშვილთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით და ეს განცხადებები გაკეთდა თბილისში. რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი ამას იმასთან, რომ ვინმეს აღარ შეუძლია თბილისის გაკონტროლება ან რომელიმე სხვა ქალაქის გაკონტროლება
არა აქვს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ იმ ფრაგმენტული პოლიტიკური კულტურის გამოხატულება, რაც სამწუხაროდ ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკურ მაშინ მე შეგახსენებთ ბატონო გზარ, ამას ხშირად ახსენებენ ხოლმე თქვენი ოპონენტები ამ საკითხს, რომ ვერც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში პრაქტიკულად ნორმალური პროცესი სამუშაო ვერ მიდისო. მაგალითისთვის დავანებოთ ყველაფერს თავი, პრეზიდენტის კანცელარია, საქართველოს პარლამენტი და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო მუშაობს ეფექტურად, არის მცირე შეფერხებები პარლამენტის მუშაობაში, ეს გამოიხატება იმაში, რომ არ ტარდება პლენარული სხდომები, მაგრამ თუ დააკვირდებოდით, ნებისმიერი კომიტეტი რამდენიმე სხდომას ატარებს ერთი თვის განმავლობაში, ისე ვიღებთ კანონებს, ვამზადებთ კანონებს და იმ დროისათვის, როდესაც პოლიტიკური მიზანშეწონილობა დადგება და პოლიტიკური მიზანშეწონილობა პირდაპირ და გახსნილად ვამბობ, არის ის, რომ ჩვენ ყველაზე მაღლა დავაკერეთ ქართველთა შორის მშვიდობა და ქართველთა შორის ერთიანობა და სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის სხდომები დროებით შეწყვეტილიყო, როგორც კი შეიქმნება ამის ვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიქმნება, საქართველოს პარლამენტის განაახლებს მუშაობას. არ ვფიქრობ, სულ არის მცდელობა, რომ აქ არის კრიზისი, რომ ეს არის ჩიხი, რა თქმა უნდა, არავითარი კრიზისი საქართველოში არ არის. არავითარი კრიზისი. რა უნდა მოხდეს, ბატონო გზა, რამდენი ათასობით ადამიანი გამოვიდა, თქვენ ნახეთ 26 მაისს, თქვენ ნახეთ მთელი ის პროცესი. მეტი რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხელისუფლებამ თქვათ აღიაროს, რომ არის პოლიტიკური კრიზისი. ათასობით ადამიანის გამოსვლა, გახლავთ კანონიერი უფლება ამ ადამიანების, ასევე კანონიერი უფლება გახლავთ მაგალითად იგივე პარლამენტი ყველაფერს თავი რომ დავანებოთ კანცელარია. ნებისმიერი ადამიანის შეაფასოს ამ მიტინგზე გამოსულთა სულისკვეთება და ჩემი შეფასება ამ შემთხვევაში იმ ნაწილში როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ ქვეყანაში უფრო მეტად დაიძრა სამართლებრივი რეფორმები, როცა საუბარი არის იმაზე, რომ უფრო მეტი თავისუფლება და უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს, და უფრო მეტად იყოს მოგვარებული სოციალური საკითხები, რა თქმა უნდა, ჩემი სულისკვეთება ემთხვევა იმ ადამიანთა სულისკვეთებას. თუმცა არის მთელი რიგი მოვლენები, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმები. ასევე თქვენ ახსენეთ მრავალი ათასი ადამიანი, დიახ, იქ იყო შთამბეჭდავი რაოდენობა, მე დავეთანხმებით თქვენს წეღანდელ შეფასებას, მაგრამ საქართველოში არჩევნები ხდება საარჩევნო წესდების საფუძველზე, საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, რომლის მოდერნიზაციას ახლა ჩვენ ვთავაზობთ, ხდება იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაყრდნობით, რომლის მოდერნიზაციას ასევე ვთავაზობთ და რომელსაც სათავეში სწორედ ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი ჩაუყენეს და არა იმით, ვინ ავსო სტადიონი. საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს, ვინ ავსო სტადიონი, ამაზე არ არის. მე მგონი მეოთხედ მიხდება, მე ამ გადაცემაში ამ კითხვის დასმა. რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ ხელისუფლებისთვის მათი ხმა გახდეს ყურად მისაღები. მათ ხმა მაინტერესებს აქ ყოველგვარი ახლაც ყურად მისაღები არის მათი ხმა, მე წეღანაც გითხარით, ყურად საღები არის მათი ხმა. და რაში გამოსაგებია ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც ისინი გამოხატავენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში ხელისუფლებას ირჩევენ არჩევნების გზით და არა სტადიონებზე ხალხის შეყრებით გზით. აი ესეთი არის. ახლა მინდა რამდენიმე თემას გამოვეხმაურო, თუ თქვენი ნებაცი ძალიან ცოტა დრო გვაქვს ბრძანება. და სწორედ ამიტომ ამ ბოლო დღეებში ძალიან ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ აი ახლა ტალიანის კომისია დადებს თავის დასკვნას. კი, ოპოზიციაში არის ასეთი მოსაზრება, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე დასკვნა მიხეილ სააკაშვილისთვის. ეს ტალიანის კომისია დადებს თავის დასკვნას და ელოდება ბევრი ადამიანი ხელების მშვენეთით, რომ ეს იქნება ცუდი დასკვნა საქართველოსთვის, საქართველო გამოცხადება აგრესორად, რუსეთი ჩაგრულად, ესე იგი ლოგიკა ამას უკარნახობს და შესაბამისი სანქციები ექნება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ აი ეს რიტორიკა, რომელიც მოვისმინეთ ერთი საბჭოთა ოცნებებით გატანჯული ტრუბადურისაგან საკნიდან თქო და ეს გახლავთ ეს რიტორიკა საკნიდან უცნობმა თქვა ასეთი რა ეს გახლავთ გაგრძელება იმ რიტორიკის რომელიც იყო წითელ უბანში როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები აბრალებდნენ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს დაბომბვას ეს გახლავთ რიტორიკა ძველთა ძველი როდესაც ამბობდნენ რომ ებრძვიან გეოპოლიტიკას ან კიდევ ახალი როდესაც ამბობდნენ რომ უნდა გამართონ აქციები სწორედად დასავლეთის საელჩოებთან და მინდა ეხლა რახანაკაც იყო საუბარი იმ ქარტიაზე რომელზეც მოაწერეს იქ არის ახალი ურთიერთობების აგებაზე და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებაზე ერთი წლის წინ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ქარტია შეიცავდა ასეთ მუხლო რუსეთთან
კეთილმეზობლური და ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობილი ურთიერთობების აგება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება საქართველოს დეოკუპაცია. და მაშინ კი, მაგრამ დეოკუპაციაზე როდესაც საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ იგივე ნებისმიერი ოპონენტი, თუნდაც იგივე ხელისუფლებიდან წასული მაღალი თანამდებობის პირები ხელისუფლებას მთავარ ბრალდებად უყენებენ სწორედ აგვისტოს ომს. ანუ, როდესაც თქვენ საუბრობთ ამ დეოკუპაციაზე, ისინი ამბობენ, რომ ეს ხელისუფლება ამას ვეღარ მოახერხებს, იმიტომ რომ თავადვე ქვეყანას კიდევ დამატებით დააკარგინა ტერიტორიები. აგვისტოს ომის საქართველოსთვის დაბრალება და საქართველოს ხელისუფლებისთვის დაბრალება კიდევ ერთხელ ვამბობ, არის გამეორება ძალიან ამორალური ბრალდებების, რომელიც ისმოდა კრემლიდან და გუშინდელი განცხადება ბორისოვის, რომელიც ამბობს, რომ 1 აგვისტოს უკვე გადმოსროლინები იყვნენ იქ და 1 აგვისტოს უკვე დაწყებული იყო მოსამზადებელი ოპერაციები საქართველოში შემოსაჭრელად, ხო? ეს მე მგონი არის თვალსაჩინო მაგალითი ყველა იმ ადამიანისათვის, ყველა იმ ქართველისათვის, ვინც ახლა თავისი პოლიტიკური ამბიციების და ძალიან ვიწრო სეგმენტური ინტერესების მისაღწევად ართაკილობს იმას, რომ თავისი ქვეყანა დაადანაშაულოს, თავისი ქვეყანა დააბრალოს და თუ ილიას სიტყვას მიიღოს, თავისი ქვეყნის ბეზღობა დაიწყოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მიაღწიოს თავის ინტერესებს. დისფუნქციური და არასტაბილური ქვეყანა ინგა შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. მაგრამ იგივე რუსეთის ინტერესებზე როდესაც არის ძალიან წარი არის, როდესაც ხედავ ქართველი პოლიტიკოსებიც ამას აკეთებენ. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ ავაშენებთ კარ ქვეყანას, ჩვენ ავაშენებთ სამართლიან ქვეყანას, მაგრამ მათ უკვე შექმნეს მიკრომოდელი იმ ქვეყნისა, რაც ააშენებენ. რატომ უყურს ამ ხელისუფლებას რუსეთზე მიბმა ბატონოგზა ყველა იმ ოპონენტის, რომელიც გამოთქვამს განსხვავებულ ასს თუ შეიძლება მათ შექმნეს ეს მიკრომოდელი და ეს მიკრომოდელი თქვენ შეგეძლოთ გენახათ თავისუფლების მოედანზე, თავნებობის, ჭუჭყის, ნაგვის, შეურაცხყოფის სახით, რაც იყო გამეფებული აი იმ პატარა ტერიტორიაზე და რუსთაველის პროსპექტზე. საქართველოს ხელისუფლება მე მგონია, თავის ხალხზე მზრუნველა ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში აი ამ მიკრომოდელის გავრცელება მთელ ქვეყანაზე არ უნდა დაუშვას და პირდებით რომ ეს ასეც იქნება. ძალიან კარგი, მაგრამ მე გავიმეორებ შეკითხვას, რატომ უყვარს თქო რუსეთის თემაზე მიბმა ხელისუფლებას ნებისმიერი ოპონენტის, რომელიც რაღაც საწინააღმდეგოს ამბობს. მე შეგახსენებ ზურაბ ნოღაიდელმა იგივე აი იმ ინტერვიუში, რომლითაც გავხსენით დღევანდელი გადაცემა, თქვა რომ მეო ჩემგან მოითხოვდნენ, რომ ვიღაცებზე მეთქვა, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტებიო. მე შეგახსენებთ იგივე ნოემბრის შემდეგ, როგორ გამოქვეყნდა რუსეთის აგენტობის დადანაშაულებისთვის აგენტობაში რაღაც ფარული ჩანაწერები, აი ახლა გადის ეს კადრები და ასე შემდეგ. ოპოზიცია ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ხელისუფლება, რომელმაც აი ეს ომი, ამ ომის წყალობით თქვა დაკარგა დამატებით კიდევ ტერიტორიები, თავადვე ასხავსო რუსეთის წისქვილზე წყალს და ეკაბესელი ამბობდა, რომ ჩვენ გვაბრალებენო რუსეთთან ფინანსურ კავშირს და იგივე ჯანაშია, რომელიც მან მარტვილში გაიხსენაო, რუსეთიდან ჩამოსული ბიზნესმენიაო. როდესაც ორი რუსეთის მოქალაქე ყავს ამ ხელისუფლებასო, იგივე კახა ბენდუქიძე და ბატონი ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი. აი ამაში გედავებათ ოპოზიცია რუსულ ინტერესებზე საუბრისას. ცხადია, რომ ეს არ არის თანაფარდი არგუმენტები. პირდაპირ აცხადებენ, რომ ამერიკის დემოკრატია ახლა განიცდის კრიზისს და ამიტომ ჩვენ უნდა მივბრუნდეთ რუსეთისაკენ. პირდაპირ აცხადებენ, რომ ქართველები თვითონ ბომბავენ თავიანთ ტერიტორიას და პირდაპირ ადანაშაულებენ საქართველოს და ქართულ ხალხს იმ ომის დაწყებაში, რაც მგონია, რომ გახლავთ რუსეთის ყველაზე უფრო დიდი და საოცნებო მიზანი. ეს მიზანი გამოხატული არის არამხოლოდ უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში, არამხოლოდ 1 წლის განმავლობაში, არამედ მთელი 200 წლის განმავლობაში, რაც რუსეთი უტევს საქართველოს და თუ თქვენ დამისახელებთ ერთ საქართველოზე მოფიქრალ პოლიტიკოსს, რომელთანაც რუსეთს კარგი ურთიერთობა ჰქონია 200 წლის განმავლობაში, მაშინ მე ვიფიქრებ, რომ შეიძლება ჩემი მსჯელობა მცდარი იყოს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გისურვებ წარმატებებს. მაშას ასეთი იყო ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლის პასუხები ჩვენს გადაცემაში. რეკლამის შემდეგ კი ზუსტად 2-3 წუთში მე დავუსვავ სწორედ ამ შეკითხვას, რაზეც ახლა ბატონ ნუგზარს ვესაუბრებოდი. ბატონ ზურაბ ნოღაიდელს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მან გააკეთა ასეთი განცხადება, რომ იყო დაკვეთები, რომ ვიღაც კონკრეტული პოლიტიკოსები დაედანაშაულებინათ რუსეთის აგენტობაში. რამდენიმე წუთში ჩვენ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ბრუნდებით. ნურავის ნუ აქ იმედი, რომ თავრობაში ვიყავი და იქიდან ხელს რაღაცა გამოვაყოლე და დღეს თავის თავს ოპოზიციას უწოდებ, ამის გამო საქართველოს სახელმწიფო უკან დაიხევს. გავარ ახლა მე ასე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის შეშინებულ ადამიანს. იმ ხალხის, რომელმაც ჩვენ ტერიტორიები დაკარგა, ესე ლაჩხულად, როგორც ეს გააკეთა სააკაშვილმა, შესაშინებელი ადამიანი მე ნამდვილად არ ვარ. როდესაც მოვა ხელისუფლებაში, ყველა დამნაშავეს, მართლა დამნაშავეს აუცილებლად დავსჭი.
ზურაბ ნოღაიდელი პირობასდებს, რომ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დაანგრევს. ყოფილი პრემიერი პირველად აცხადებს, რომ მას პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ოქრუაშვილის და პატარკაციშვილის წინააღმდეგ განცხადებებს უკვეთავდნენ. მივიღე გადაწყვეტილება ზურაბ ნოღაიდელის თანამდებობიდან გაშვებას, იმიტომ რომ შემეპარა ეჭვი მის ეფექტურობაში და კეთილსინდისიერებაში. მე რომ მაშინ მკვეთრი განცხადებები გამიკეთებინა, სააკაშვილი დღეს კი არა, მაშინვე უკვე აღარ იქნებოდა პრეზიდენტი. მე რომ სააკაშვილის დაკვეთა შემესრულებინა და ვიღაცეებზე მეთქვა, რომ რუსეთის აგენტები იყვნენ, დღესაც პრემიერი ვიქნებოდი, აცხადებს ნოღაიდელი. ვის დადანაშაულებას ხოდნენ რუსეთის აგენტობაში და რატომ ემუქრება სააკაშვილს? მოусმინეთ ზურაბ ნოღაიდელს დღეს პოლიტიკურ კვირაში. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება ნოღაიდელის თანამდებობიდან გაშვებისა, მივიღე ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ შემეპარა ეჭვი იმ მომენტში მის ეფექტურობაში და კეთილსინდისიერებაში. ზურაბ ნოღაიდელს ხო სტუდიაში, ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა. დასავლეთ საქართველოსდან ჩამოუცო გადაცემას, განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. დაბჯერეთ. გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. სულთმოფენობა დიდი მადლობა ჩვენს გილოცავ და მაყურებელსაც ულოცავ. მე გადაცემის დასასრულს მინდოდა ეს მეთქვა, თუმცა ეხლა თქვენთან ერთად შევუერთდები ამ მილოცვას. 2 დღეა მთავარი თემა ხართ თქვენ. მოდით დავიწყოთ საუბარი იქიდან, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც მოისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება, რომ ზურაბ ნოღაიდელი, რომელსაც აქვს დღეს ძალიან ბევრი ფული, რომელიც ახმარს პარტიებს ამ ფულს, მან ეს ფული იშოვა ჩემი პრეზიდენტობის დროს. დავიწყოთ აქედან, თუ შეიძლება, ძალიან სერიოზული განცხადებები მე მოვისმინეთ თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ITV-სთან. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ ჩემოინგა ის არის, თუ რატომ გააკეთა სააკაშვილმა ეს განცხადება ახლა, იმიტომ რომ მე თითქმის 2 წელია უკვე აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი და 1 წლის წინ დავბრუნდი პოლიტიკაში. ამიტომ ამ განცხადებების გაკეთება შეიძლება 2 წლის წინ, ან 1 წლის წინ თუნდაც, მაგრამ გააკეთა ახლა. მათ თქვენს ახლა მოისმინეთ ნუგზარ ციკლაურმა თქვა, რომ როდესაც ინფორმაცია უკვე ხელთ აქვთ, მაშინ კეთდება ასეთი განცხადება. საინტერესოა. გასაგებია ეს, მაგრამ მიზეზი რეალურად არის ის, რომ სააკაშვილმა, რომელსაც ეგონა რომ, როგორც თქვენ დღეს აღნიშნეთ რამოდენიმეჯერ თქვენს გადაცემაში, რომ გადააგორებდა გაზაფხულის აქციებს და ამის შემდეგ შემოდგომაზე მოითქვამდა სულს, ეს ასე არ არის, მან კარგად ნახა. ხო, არა, ვიცი რომ თქვენ ჩემი ნათქვამი გაიმეორეთ, ეს ასეა სწორედ. მან ნახა კარგად თბილისის, სადაც აღარ აკონტროლებს, ნახა რომ აჭარა და გურია ჩვენ მას პრაქტიკულად წავართვით უკვე და ისტერიაში. ეს იყო ისტერიული განცხადებები. ჩემს შესაშინებლად ეს განცხადებები ნამდვილად არ გამოდგება ინგა, მე არ ვარ, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის ან ლაჩარი მიხეილ სააკაშვილის შესაშინებელი ადამიანი. კი, მაგრამ მან ახსენა სიტყვები, ბატონო ზურაბ, პროკურატურა და პოლიცია ვეჭობთ, თქვენ ჩემზე კარგად იცნობთ ისედაც მიხეილ სააკაშვილს და ვეჭობ, იგი ამას შემთხვევით არ იტყოდა. გაჩნდა 2 ასეთი მოსაზრება. პირველი, რომ შესაძლებელია ზურაბ ნოღაიდელი, აი იგივე იმ შემოდგომის პერიოდამდე, რაზეც თქვენ საუბრობდით ახლა, გაანეიტრალონ, პირდაპირ თქვა, დაიჭირონ, ან მეორე, ეს გაკეთდა, თქვა სხვების გასაფრთხილებლად. ეს განცხადება ნებისმიერ შემთხვევაში მან თქვენთან კონტექსტში ახსენა პოლიცია და პროკურატურა. როცა ამას ამბობს სააკაშვილი, ეს უკვე აღარ არის ხომ უბრალოდ თემა. არა, ეს არის ისტერიული განცხადებები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონტექსტიდან ამოვარდნილი ისტერიული განცხადებები. სააკაშვილის ხელისუფლება დაინგრევა და დაიშლება აუცილებლად ძალიან მალე. ჯობს რომ ხელისუფლება დაიშალოს, ვიდრე დაინგრეს და დაიშალოს საქართველო, არა და ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა ინგრევა და იშლება სამწუხაროდ. თუ ვთქვათ, რამეს გააკეთებს მანამდე, უფრო ადრე დაიშლება. კი, მაგრამ ეხლა ამ წუთასაც მოვისმინეთ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, როდესაც ჩვენ ვისმენთ ასეთ განცხადებებს, რომელიმე ოპოზიციაში წასული პოლიტიკოსის გარომ, აი ხელისუფლება უნდა დაინგრეს, ამის უკან იკითხება ძალიან ცუდი რამ. მოდით მე დაგისვამ. არ მაინტერესებს რა იკითხება ამის უკან ხელისუფლების მხრიდან, ჩემოინგა. მე მინდა იცოდეთ ერთი რამ. ჩვენ ვართ ძალიან ძიმე სიტუაციაში დღეს, ქვეყანა. ჩვენ შევდივართ ძიმე და ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფაზაში. შემოდგომაზე ან იქნება არჩევნები და საქართველოს მომავალს განსაზღვრავს მთელი ჩვენი მოსახლეობა. ან იქნება რევოლუციური განვითარების რომელიღაც სცენარი. არა სავალდებულოდ 2003, შეიძლება 91-92 წლის სცენარი იყოს. ამიტომ სააკაშვილმა ამის შემოქმედი სააკაშვილი იქნება. იმიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა გზით უნდა წავიდეს დღეს ქვეყანა. ამას კიდე ემატება ღრმა ეკონომიკური კრიზისი, შემოდგომაზე ხელფასების და პენსიების დროულად გაცემა უკვე პრობლემა იქნება. ეს ყველაფერი ერთმანეთს დადებული, ძალიან მძიმე სურათს შექმნის დამერწმუნებით ალბათ თქვენად და ყველაფერს კარგად ვნახავთ შემოდგომაზე. შემოდგომა იქნება ძალიან მძიმე,
ან იქნება არჩევნები, ან იქნება რევოლუციური განვითარების, სამოქალაქო დაპირისპირების რაღაც სცენარი. კი ბატონო, მაგრამ მაგრამ მერჩევნია, მე თუ თქვენ მეკითხებით, მე მერჩევნია რომ დაინიშნოს არჩევნები და საქართველოს მომავალი განსაზღვროს საქართველოს თელმა მოსახლეობამ, ჩვენ მზადვართ, ჩვენ სტრუქტურებით უკვე მზად ვიქნებით, ჩემოინგა სექტემბრის დასაწყისისთვის არჩევნების მოსაგებად, თუნდაც ამ სისტემით, არჩევნების შედეგების შესანარჩუნებლად, თუნდაც ამ სისტემით, მაგრამ თუ არჩევნები არ იქნება, მაშინ ჩვენ უნდა ვაიძულოთ სააკაშვილი დანიშნოს ეს არჩევნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს მომავალი უნდა განსაზღვროს საქართველოს თელმა მოსახლეობამ და რამისმა ცალკეულმა ძალიან აქტიურმა და ჭკვიანმა ნაწილმა. თქვენ იქნებოდით მონაწილე თუ კი არ დანიშნავდა იგი არჩევნებს ამ რევოლუციისა, ეხა რომელზეც საუბრობთ? იმედი მაქვს, რომ ჩვენ რევოლუციამდე არ მივალთ და მივალთ სწორედ არჩევნებამდე, მაგრამ შემოდგომის დასაწყისიდან ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ გამოსვლებს არჩევნების დასანიშნად, აუცილებლად. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. თვითონ ჩვენი ამოცანა ავიცილოთ სწორედ რევოლუციური განვითარების სცენაზე. ნახოთ, ფაქტი ერთი არის, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს, რომ დანიშნოს არც საპარლამენტო, არც საპრეზიდენტო არჩევნები. იძულებული როგორ იქნება? ეს ხელისუფლება ინგრევა და იშლება. ეს ხელისუფლება ინგრევა და იშლება. აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის მუხცე თუნდაც დღეს. და ვთქვათ ოპოზიციის შედარებით მცირე რიცხოვნობაზე დღეს ვთქვათ მაგალითად 26 მაისთან შედარებით. ეს არის უკიდურესად გაბრაზებული ყველაფერზე წამსვლელი ხალხი, ამიტომ ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. კი, მაგრამ ბატონო ზურაბ, როდესაც მე ეკაბესელიასაც დავუსვი ეს შეკითხვა, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ან უნდა დანიშნოს ამ კაცმა არჩევნები, ან მოხდება რევოლუცია, ხო, პროცესი მოხდება რევოლუციური. მე თქვენც მინდა გაგიმეოროთ იგივე კითხვა. გამოდის სააკაშვილი და გაკრიტიკებთ კი არა და ძალიან მძიმე განცხადებას აკეთებს თქვენზე, ნინო ბურჯანაძეზე, ირაკლი ოქრუაშვილი. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილმა დაანგრია ეს ქვეყანა და იგი უნდა წავიდეს, ამ შემთხვევაში ამ ადამიანმა მარტო დაანგრია ეს ქვეყანა. პირველი პირი, მეორე პირი, გავლენიანი მინისტრები, თქვენ მონაწილეობდით თუ არა იმ ყველაფერში, რასაც აკეთებდა სააკაშვილი, ეს პროცესები, რასაც დანაშაულად მას უყენებენ დღეს და გუშინ ხომ არ ყოფილა. ანუ მთელი ეს წლები ყველანი ერთად ხომ აკეთებდა. ეს პროცესები, რასაც მე უყურე მას ყოველ შემთხვევაში დანაშაულად მოხდა მას მე რაც მე თანამდებობაზე არ ვიყავი. მე ვამაყობ და მე თქვენ ამას გესაუბროთ უკვე ჩვენს წინა შეხვედრაზე 2004-2007 წლებით მე ძალიან ვამაყობ ამით ეს იყო საქართველოს საუკეთესო წლები ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვა შორის როდესაც მე თანამდებობიდან წავედი სააკაშვილმა დამაჯილდოვა წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით იმ დღეს და არაფერი არ უთქვამს და არაფერი არ უთქვამს იმ დღეს იმაზე რომ არაეფექტური და როგორ არაკეთის ინდისიერი ვიყავს, ვერც გამიბედავდა სხვათა შორის. ვერც გამიბედავდა. იმას რომ ვერ გამიბედავდა, იმიტომ რომ იმავე პერიოდის განმავლობაში ძალიან მალე მისი ხელისუფლება მაშინვე დაინგრეოდა, ეს რომ ჩემთვის გაებედა. როგორ 5 იანვრის არჩევნებს წააგებდა, ჩემოინგა. აჭარაში არჩევნებს ვერ მოიგებდა მაგალითად. ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოიგებდა და 52%-ს კი ვერ მიიღებდა, თქვათ, თუნდაც გაყალბების გზით. გაყალბების გზითაც ვერ მიიღებდა 52%-ს. იქნებოდა მეორე ტური და სააკაშვილი არჩევნებს წააგებდა. ასე მოხდებოდა სწორედ. მე პატარა ბავშვი კი არ ვარ. პირად პატარა ბავშვი კი არ ვარ. ძალიან კარგად ვიცი ჩემი ფასი. ივანაც კარგად იცის სხვათა შორის ჩემი ფასი. ძალიან კარგად. რა არის თქვენი ფასი, ბატონო ზურაბ, მითხარით მაშინ. ჩემი ფასი მაშინ კონკრეტულ შემთხვევაში იყო სააკაშვილი შეინარჩუნებდა თუ არა ხელისუფლებას მაგალითად ერთ კონკრეტულ რეგიონში აჭარაში და ვერ შეინარჩუნებდა რაღაც ამდაგვარი რომ გაებედა ჩემთვის. მე არ ვარ პატარა ბავშვი მეთქი. ძალიან სერიოზულ განცხადებას აკეთებთ ეხა თქვენ. თვითონაც კარგად იცის, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა. ანუ ამ თქვენ თვლით რომ აჭარაში თქვენ ყველა შემთხვევაში უპირობოდ დაამარცხებთ ხელისუფლებას? ახლა? ეხლაც და როდესაც იყავით პრემიერი, მოდით შეგახსენებთ. ზურაბ ნოღაიდელი არ იყო მაინც და მაინც პოპულარული პრემიერი. მე არ ვსაუბრობ იმ ეკონომიკური მიმართულებით. პირდაპირ თქვენი რენომე, პოლიტიკური რენომე არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ თქვენ დაგემარცხებინათ თუნდაც სააკაშვილი. მე საჯარო პოლიტიკაში ისე აქტიურად არ მონაწილეობდი, ეს თქვენაც კარგად იცით, მე ვიყავი ტექნოკრატი. მაგრამ აჭარაში სააკაშვილს აუცილებლად დავამარცხებდი, ამის საჭიროება თუ დადგებოდა ჯერ კიდევ მაშინ, ახლა უეჭველად დავამარცხებთ, რინგ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის იმიტომაც დარბის აჭარაში ყველაზე ხშირად, იმიტომ მაშინებს იქ ოპერას და ჩირაღდანს, იმიტომ დადის გურიაში ამ ბოლო დროს მისი მთავრობა ყველა უფრო ხშირად ვიდრე სხვა რეგიონებში, იმიტომ რომ მან კარგად იცის აჭარა და გურია ჩვენ მას უკვე წავართვით. თბილისი ისედაც მის ხელში აღარ არის, ის კარგავს რეგიონებს, მან კარგად იცის რომ არჩევნების მომგები საქართველოში აღარაა, მას აქვს სერიოზული პრობლემები, ის არის ისტერიაში, ნერვიულობს და აკეთებს აი ასეთ უაზრო განცხადებებს, რომელსაც შემდეგ შედეგიც არ მოყვება, რაც თავარია. რა არის, იცით, ის არის პრეზიდენტი, ის არის პრეზიდენტი, პრეზიდენტი არ უნდა აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ კამპანიურ და ბრიფინგულ ასე ვთქვათ განცხადებებს, თურამ სერიოზული იცის. იმოქმედოს მაშინ, ინგა, იმოქმედოს. იქნება გაბედოს, იმოქმედოს.
გაბედოს რას? აი გაბედოს და იმოქმედოს, რასაც ნიშნავს ამას ნიშნავს და ქართული ენაზე ნიშნავს ამას. გაბედოს და იმოქმედოს. ქართულ ენაზე, ქართული ენის იქით, აი ხა ქვეტექსტი რა იყო, ემუქრებით პრეზიდენტს? გაბედოს, ხომ პრეზიდენტია, ხომ ყველაფერი იცის, ხომ აქ ინფორმაცია. აქ ხომ მოვისმინეთ თქვენ დარბაზში, რომ სამართალდამცავ ორგანოებზეა ახლა სიტყვა გადაცემა, აი იმოქმედონ. იმოქმედონ. მე იცით რა მინდა გკითხოთ ერთხელ დაგისვით ეს შეკითხვა. მე რასაც ვამბობ, მე იმას გავაკეთებ აუცილებლად. სექტემბრის დასაწყისში ჩვენ ვიქნებით სტრუქტურებით მზად, ჯერ კიდევ არ ვარ ბოლომდე, იმისათვის, რომ ან მოვიგოთ არჩევნები ამ სისტემითაც მათ შორის. დავიცვათ არჩევნების შედეგები, მათ შორის ამ სისტემითაც. მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ან დავიწყოთ ისეთი ზემოქმედება ხელისუფლებაზე, ისეთი ზეწოლა, რომელიც მას აიძულებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ არჩევნების დანიშვნას. თუ ესეც არ მოხდა და თუ ეს ხელისუფლება ისეთი უთავო აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ჯერჯერობით ხედავთ, ესე იგი ეს ხელისუფლება დაინგრევა და დაიშლება, იმიტომ რომ ჯობს რომ დაინგრეს ეს ხელისუფლება. დაიშალოს ეს ხელისუფლება და დაინგრეს ჩემი ქვეყანა. პრეზიდენტს, როგორც მე მივხვდი, გაბედოს და გააკეთოს. პირდები, გაბედოს და გააკეთოს. აი ამას ვამბობ სწორად. ერთი განცხადება მინდა თქვენ. არჩევანი მას რა აქვს, იცით? არჩევანი აქვს მას რომ დაინგრევა მისი ხელისუფლება და წავა ცოტა მოგვიანებით თუ ახლავე ჩქარა. იმოქმედო. ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა მიხეილ სააკაშვილი რომ შეიძლებოდა ყოველ შემთხვევაში, როდესაც გვერდით ედგა ზურაბ ნოღაიდელი როგორც პრემიერ-მინისტრი, ეს განცხადებები მოესმინა მას თქვენგან. თქვენ თქვით ამისთან განცხადებებს ვერც ვერ წარმომიდგენდი. მაშინ ქვეყანა იყო, რომელიც ვითარდებოდა ნორმალური გზით, კორუფცია ქვეყანაში სერიოზულად შემცირდა და დღეს კვლავ დაბრუნდა ბევრად უფრო დიდი მასშტაბებით, ელიტარული კორუფცია. ვიღაცებს არ აქვს ფულის აღების უფლება, საერთოდ დაისჯება აუცილებლად, მაგრამ ვიღაცებს ყველაფრის უფლება აქვს ამ ქვეყანაში. აი თქვენ გაგადანაშაულოთ მან პირდაპირ ეთერში ყოფილი პრემიერი და მის გარემოცვალს, მაგალითად აჭარის ლიდერს, აი ამ ადამიანებს ამათ აქვს ყველაფრის უფლება დღეს ქვეყანაში. ყველაფრის უფლება აქვს. აჭარის ლიდერი ფულს აკეთებს. ჩემი ნათესავებიო, ახლობლებიო, არასოდეს არ დამინიშნავს თანამდებობაზეო. რა სიტყვით თქვენ დღეს ამაზე უეჭველად ფლობთ ამ ინფორმაციას, ამდენი წლის სიას, იქნებ გვარები გითხრათ. გვარები რა თქმა უნდა ვარშალომიძეები არის ძირითადი ნაწილი, ან მისი ძმაკაცები. ეს შერიბლად იცის, სააკაშვილმაც მათ შორის უეჭველად იცის. არ არსებობს რომ არ იცოდეს. იმიტომ რომ ერთხელ როდესაც იმ ადამიანის, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, დანიშვნას აპირებდა მაშინ ლევან ვარშალომიძე სასინელი ისტერიკა მოუწყო მაშინ ვარშალომიძეს სააკაშვილმა, მაგრამ ეს იყო მაშინ, როდესაც ქვეყანა ვითარდებოდა ნორმალური განვითარების გზით. როდესაც ასეთი რამის უფლება მართლა არ ქონდა არავის. სააკაშვილის ოჯახის წევრებზე. სააკაშვილის ოჯახის წევრებზე ბავშვი ვარშალომიძე ვიგულის. არა, ვარშალომიძე გასაგებია, თქვენ ახლა მთელ აქცენტს აკეთებთ თქვა აჭარაზე, მე მესმის წინ არის ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ როდესაც იგი ამბობს, რომ ნათესავები არავინ არ არიან ჩემი მაღალ თანამდებობაზე დანიშნულიო. ეს მან თქვა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თქო დავამთავრებინეთ ეს კითხვა. თქვენ რა სიტყვით, ნინო ბურჯანაძე ნათესაურ კლანური პოლიტიკის გამტარებელი იყო, როგორც ქვეყნის მეორე პირი ამ ქვეყანაში? მე საერთოდ არ მინდა ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთება, ვისაუბროთ სააკაშვილს. კი, მაგრამ მე მაინტერესებს ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან თქვენ დაადასტურებდით ამას თუ უარყოფდით, რომ ნინო ბურჯანაძე იყო თქოთ კლანური ინტერესების გამტარებელი ან ნათესაური? ალბათ ნინო ძალიან კვალიფიციურად დარწმუნებულია, როდესაც დაბრუნდება ყველა ამ საკითხზე პასუხს გაგცემთ. ეჭვი არ მეპარება ამაში, ამიტომ ჩვენ ვისაუბროთ სააკაშვილზე და ჩემზე. კი ბატონო, ქალბატონ ნინოს მე დიდი სიამოვნებით მოვიწევ ამ თემაზე ეთერში. დაუბრუნდეთ სააკაშვილი და თქვენს თემას. თქვენ ბრძანეთ, რომ პრემიერობის დროს რაღაც განცხადებები გამეკეთებინა, იგი ძალიან დიდი ხანი მაშინაც უკვე არ იქნებოდაო პრეზიდენტიო. რა ინფორმაციას ფლობთ ისეც გარდა ვთქვათ აჭარის თემა, გასაგებია რომ წააგებდაო არჩევნებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას გულისხმობთ. იქ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელიც კიდევ მინდა გავიმეორო თქვენს ეთერში. ერთი, პირველ რიგში მანამდე სანამ ამას ვიტყვი, ერთი რამ, რაზეც მის განცხადებაში ყურადღება არ მიმიქცევია და დღეს ჩემმა შვილმა 12 წლის თემუგამ შემახსენა, იმიტომ ძალიან გაბრაზებული დამხტა, როდესაც ლენტეხიდან დავბრუნდი, მე მინდა უთხრა სააკაშვილს, მის გარემოცვას, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი გულის ოპერაცია, მათი საშაყირო თემა არ არის. და არ მგონია რომ მათ ამ თემაზე არ არის საათი საშაყირო თემა, ეს კატეგორიულად ვაფრთხილებ სულ ყველას. სadzana manes. აი მათ შორის იქ მარტული შუთქვამს თუ რომ მეც არ მიმიქცევია თავის დროზე ამაზე ყურადღება. ახლა გადავიდეთ იმ განცხადებებზე. მეც კარგად ვიცი, ისე როგორც ბევრმა საქართველოში თუ რა არის ხელისუფლების შენარჩუნების რეცეპტი, ძალიან კარგად ვიცი ეს, თქვათ როგორც შეიძლებოდა დარჩენილიყავი მე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯერ კიდევ 2007 წელს, ამისთვის მე უნდა მელანძღა ირაკლი ოქროაშვილი ერთი მხრივ, ბადრი პატრკაშვილი მეორე მხრივ და მთელი რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც იმ პერიოდში 7 ნოემბრის შემდეგ რუსეთის აგენტებად გამოცხადდნენ, მეც ამ პროცესში უნდა ჩართულიყავ. მაგრამ ეს არ იყო ჩემი არჩევანი. მე ამ ფასად ხელისუფლების შენარჩუნება არ მინდოდა.
დღეს როგორც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი მოდელი საქართველოს ხალხთან ურთიერთობის. რომ ესე იგი ჩვენ კი არ ვართ უჭკუები და ლაჩრები, ჩვენ კი არ ჩაგვითრევია ხალხი ომში და ჩვენ კი არ წაგვიგია ეს ომი, თითქოს რაღაც ესე იგი ზღაპრებს გვიყვებიან აქ. არამედ აი რუსეთს უნდა ჩვენი ხელისუფლების ცვლილება. აი ესეთი მოდელი, რომელსაც დღეს ჩვენ საზოგადოებას თავაზობს ეს ხელისუფლება. ეს არის ეს შედეგს არ მოიტანს, ჩემო, ეს შედეგს არ მოიტანს ეს ხელისუფლება, რომელმაც წააგო ომი, რომელმაც დაკარგა ჩვენი ტერიტორიები. კი, მაგრამ მაშინდელ მოგვიტანა დამატებით 50000 დევნილი და ის აუცილებლად დატოვებს თავის თანამდებობას. ხო, მაშინდელ პერიოდში ვიუბრუნდით. თქვენ მაშინდელ პერიოდზე საუბრობდით, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი. რას გეუბნებოდე, რა დაკვეთა იყო, თუ შეიძლება მითხარით იგივე ოქროაშვილზე, იგივე ბადრი პატარკაიშვილზე და ვინ, რომელი პოლიტიკოსების აგენტებად გამოცხადება უნდოდა სააკაშვილის დაკვეთა რაღაც კონკრეტული კი არ იყო, დაკვეთა იყო ზოგადი, რომ დაგვეწყო ლანძღვა, ყველა უნდა ჩავმულიყავით ამ ფერხულში, ირაკლი ოქროაშვილის ლანძღვა არა და მე ვთვლიდი მაგალითად რომ ირაკლი ოქროაშვილს სრული უფლება ჰქონდა საჯარო პოლიტიკაში მოსულიყო და ჩემი პოზიცია იყო რომ თუ მოდის ირაკლი ოქროაშვილი საჯარო პოლიტიკაში ან ბადრი პატარკაშვილი საჯარო პოლიტიკაში ჩვენ მათ საჯარო პოლიტიკაშივე დავამარცხებთ და მე ვთქვი კიდეც მაშინვე მაგრამ ჩემი პოზიცია არ იყო რომ ადამიანებისთვის შეურაცხყოფები მიგვეყენებინა მით უმეტეს იარლიყები მიგვეკერებინა იმ ადამიანებისთვის თქვათ რომლებიც ასევე ჩვენი ოპონენტები იყვნენ და რომელთანაც შეიძლება ბევრი საერთო არ მქონდა არც მაშინ და შეიძლება არც ახლა მაგრამ ასე ჰაიჰარად მათთვის რუსეთის აგენტის იარლიყის მიკერება ნამდვილად არ იყო ჩემი სურვილი. აი ვიზეც იყო მაშინ საუბარი ახლა 7 ნოემბრის შემდგომ ეტაპზე. ეს არ იყო ჩემი არჩევანი. მე ამ ფასად პრემიერ-მინისტრობის შენარჩუნება არ მინდოდა ნამდვილად. აი ეს არის რაც მოხდა მაშინ ეს ყველა შეიძლება. მაგრამ რა უყოთ იგივე იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა, მე ისევ მინდა ასეთი კითხვა დაგისვა, თქვენ ამბობთ, რომ მე არ მიშოვიაო ფულიო თანამდებობაზე ყოფნის დროს, მაგრამ ზურაბ ნოღაიდელი ბიზნესში იყო ძალიან ცოტა ხანი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენ იყავით ფინანსთა მინისტრის შევარდნაძის დროს, შემდეგ სააკაშვილის დროს, შემდეგ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი. როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, ფიქრობ თუ არა რომ შესაძლებელია მას კონდეს რაიმე მტკიცებულება რომ აი თქვენ სწორედ თანამდებობაზე ყოფნისას იშოვეთ ფული მე ამას წინათ კითხეთ თქვენ ჩვენს გადაცემაში მტკიცებულება ინგადა თქვენ ფიქრობთ რომ ამ მტკიცებულებას არ იყენებს აქამდე არ ვიცი მე ვფიქრობ რომ როდესაც პრეზიდენტი გამოდის და პირდაპირ ეთერში ასეთ განცხადებას აკეთებს მან ალბათ უნდა იცოდეს რომ ეს კითხვა გაჩნდება ბუნებრივი ალბათ უნდა იცოდეს ამიტომაც გეუბნებით რომ ეს იყო ისტერიული განცხადება ეს არ იყო მოფიქრებული განცხადება აქ არ ჩანდა არაფერი ჭკუა აქ ჩანდა მხოლოდ ემოცია ამის შემდეგ ამას არანაირი შემდგომი დამატებითი განცხადებები არ მოყოლია. მათ შორის აგერ დღეს აქ რაც მოვისმინეთ, ეს იყო ასე ვთქვათ ამ თემის ირგვლივ სიარული და არა რაღაც კონკრეტული, ხო? თუ რაღაც კონკრეტულია, პრეზიდენტს არა აქვს უფლება მეთქი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბრიფინგებით და კამპანიებით მართოს ქვეყანა. თუ აქვს რამე კონკრეტული ინფორმაცია, თუ ქონდა ეს კონკრეტული ინფორმაცია, ჯერ კიდევ მაშინ უნდა ეთქვა. უნდა ეთქვა, აუცილებლად უნდა ეთქვა, ჯერ კიდევ მაშინ თუ ასეთი ინფორმაცია ქონდა, როგორ შეიძლება? როდესაც წავედი თანამდებობიდან, მაგალითად, როდესაც თურმე მას მოუვიდა უცებ აზრად, რომ არაეფექტურია ეს კაცი და თან არაკეთილსინდისიერი. მაშინვე ეთქვა ეს. მაშინვე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბატონო ზურაბ ბევრად ძლიერი იყო მაშინ მისი პოზიციები ვიდრე დღეს არის ესეც კარგად იცის. არა, მაშინ ძალიან სუსტი იყო მისი პოზიციები ნოემბრის შემდგომ წახვედით თქვენ თანამდებობიდან და მე მგონი დამეთანხმებით რომ მაშინ არ იყო ძალიან ძლიერი სააკაშვილის პოზიციები. მე ერთ-ერთ გადაცემაში დაგისვით აი ეს შეკითხვა ეხა უნდა გავიმეორო ინფორმაცია გავრცელდა თქვენი თანამდებობიდან წასვლიდან ძალიან მალე რომ რაღაც ფული ჩაგატაინეს თქვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო, დაჭერები დაიწყო, ფულის წართმევა დაიწყო და სწორედ ამიტომ გამოვიდა ზურაბ ნოღაიდელიო პოლიტიკაში. მე არაერთხელ მომისმენია მათი მხრიდან რომ ეხლა უნდა საკუთარი ქონების შენარჩუნება. მან თქვა რომ თქვენ აფინანსებთ პოლიტიკურ პარტიებს, თქვენ აფინანსებთ ოპოზიციას. ჯით პირველ კითხვას უპასუხოთ, ხო? ასეთი რამ არ ყოფილა. არც ჩემს და არც ჩემი პარტნიორების ბიზნესს ყოველთვის იმ პერიოდის განმავლობაში არავინ არ შეხებია. და ამას ვერც ვერავინ ვერ გამიბედავდა. თუმცა კაპიტალთან მიმართებაში შემდეგ რაც მოხდა რაღაც პრობლემები, ესეც თქვენ დაკავშირებით. ვერავინ ამას ვერ გამიბედავდა, ამას პირდაპირ გეუბნებით. რა შეიძლება? ვერ გამიბედავდა, იმიტომ არ ვარ პატარა ბავშვი. არა, პატარები არავინ არ ამას ვისაც გაუბედავენ, იმას გაუბედონ. ვერავინ ვერ მოვიდოდა ჩემთან და ბოდიშ ვიხდი და ამ ტერმინზე ფულს ვერ დამაწერდა. ეს არ მოხდებოდა მეთქი გეუბნებით. ამას ნიშნავს სწორედ. მე არ ვარ მეთქი პატარა ბავშვი. ვიცოდით მანამდე ვისთვის ჰქონდათ შეწერილი ეს ფული იგივე ტერმინს. მე ამას ვერავინ ვერ გამიბედავდა. ვერავინ ვერ გამიბედავდა და არც ყოფილა ამის მცდელობა, ამიტომ არც ვაპირებ ახლა ამაზე ვინმეს და დანაშაულებას. არ ყოფილა ამის მცდელობაც და ამიტომ ამ თემაზე ზედმეტ საუბარი არ ღირს. შემდგომი პრობლემები
მას შემდეგ რაც მე კალაკაპიტალიდან წამოვედი, ახლა ნამდვილად არ არის დაკავშირებული ჩემთან, ჩემს სახელთან, ჩემს პოლიტიკაში მოსვლასთან და შესაბამისად ამაზე ყოველთვის ამას პოლიტიკას ვერ დავუკავშირებ ნამდვილად და ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემს გამო ხდება. რაზეც არ მაქვს ახლა თქვათ ბოლომდე ჩამოყალიბებული ინფორმაცია თუ შეიძლება ასე ითქვას ან საფუძვლიანი ეჭვი ამას ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებ ამის გამო. რაც შეეხება ჩემს შემოსავლებს. მე ბიზნესში ვიყავი მოკლე ხნის განმავლობაში, როგორც თქვენ თქვით, 1 წლის განმავლობაში დაახლოებით, მაგრამ მქონდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავალი. ახლა მე ბევრი ფული არ მაქვს, მაგრამ საკმაოდ შეძლებული ადამიანიც ვარ იმავდროულად. მე გულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ჩემს თანხებს მოვახმარ მეთქი ამ ხელისუფლების დანგრევას და დაშლას იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის დანგრევა და დაშლა ავიცილოთ თავიდან. ახლა ბადრი პატარკაციშვილი და მე არ ვართ ერთი რანგის ასე ვთქვათ, ფულის თვალსაზრისით ხალხი. არ ვართ ერთი რანგის ნამდვილად, ბადრის შემოსავლების და ფულის თვალსაზრისით სულ სხვა დონე იყო, რაც მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა. ძალიან კარგი იქნებოდა იმდენი ფული მქონდეს, მაგრამ არ მაქვს და ესეც ყველამ კარგად იცის მათ შორის. ხო, რაც შეეხება დაფინანსებას, მე ამ ფულის რაღაც ნაწილს ბუნებრივია ვახმარ ჩვენი მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის დაფინანსებას, მაგრამ ეს არ არის მარტო ჩემი ფული, ესეც მინდა ყველამ იცოდეს. ჩვენ გვერდში მიდგას ბევრი პატრიოტი, რომლებსაც ახლა ჯერ ვერ დავასახელებ, მაგრამ მათ დასახელების დრო მოვა, მათთვის მადლობის თქმის დრო მოვა. ესენი არიან ქართველები, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აქ იმყოფებიან თუ ქვეყნის ფარგლებში. ესენი არიან ქართველები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იყოფებიან აქ საქართველოში და ჩვენ ამას აუცილებლად გამოვაცხადებთ. ეხლა მე ბოლო კითხვას დაგისვამთ, მაშინ მან თქვა რომ ფული შემოდის. ეხლა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთეთ საიმისოთ, რომ ხვალ მოყვეს კომენტარები, რომ აი ხომ ვამბობთ, რომ ზურაბ ნოღაიდელის გარდა კიდევ სხვა ფულზე არის ლაპარაკი, აი თქვენ ბძანეთ, რომ ეს არ არისო მარტო ჩემი ფულიო. მან თქვა რომ კრიმინალური ფული შემოდის საქართველოში. შალიკიანი, ტარიელონიანი, ებრალიძე, ეხლა ახსენა ნუგზარ ციკლაურმა, იგივე ლევან პირველი, რა სიტყვით, რომელიმე ამ ადამიანთან გააქვთ ეს პარტნიორობა? ამ ადამიანებთან კავშირი არ მაქვს. რაც შეეხება კრიმინალურ ფულს ტერმინს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრეზიდენტს არ აქვს უფლება ქვეყანა მართოს განცხადებებს. თუ ასეთი ინფორმაცია აქვს, უნდა იმოქმედოს. თუ ფიქრობს, ან თუ იცის მით უმეტეს, რომ საქართველოში შემოდის კრიმინალური ფული, უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტი ქვეყანაში არის არა იმისთვის, რომ თავი გაიმართლოს, რატომ წააგო ომი, ან რატომ შემოვიდა საქართველოში კრიმინალური ფული. არამედ იმისთვის, რომ იმოქმედოს და ჩვენ ეს პრობლემები მოგვიხსნას, მაგრამ ჩვენ ასეთი პრეზიდენტი აღარ გვყავს. ასეთი პრეზიდენტი მოგვდა. ძალიან სერიოზულ განცხადებებს ვისმენთ ბატონი ზურაბ ნოღაიდელისგან. მე ასეთი გაბრაზებული არ მახსოვხარ. მე არ ვარ გაბრაზებული. მე მოხვედრ ჩემი გეგმის მიხედვით და თქვენ ნახავთ ძალიან მალე რომ ეს სწორედ გეგმა. თქვენ იდექით აი ამ სტუდიაში, როდესაც იყავით ჩემი სტუმარი, როდესაც ბოლოს თქვით რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეს მე ვიტყვიო ჩემს სათქმელსო. შემდეგ ეს სათქმელი არ ყოფილა, მასთან დაკავშირებით ხომ არაფერი გაქვს? ოღონდ არა უშუალოდ სამთებელს ან რამოდენიმე დღით ადრე მე ვთქვი ისაც უნდა მეთქვა აუცილებლად, როდესაც ამის დრო მოვა და შესაბამისი ვითარება იქნება, ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ და თუ მე არ მაქვს დღეს მაშინაც გითხარით საფუძვლიანი ეჭვი ან კონკრეტული ინფორმაცია იმისთვის რომ დასკვნები გავაკეთო დღეს და ამის გარეშე მე ნამდვილად ვერავის თითს ვერ დავდებ. და სულ ბოლოს როცა მე მოვალო ხელისუფლებაში ვინც დასაჭერია ნამდვილად იმას დავიჭერო ვის დაიჭერს აუცილებლად ვის დაიჭერს? ვინც დასაჭერი? ვის პირველი სამეული მითხარით და სამეული არ არსებობს. პირველი სამეული არ არსებობს, არც მეორე სამეული არსებობს, არც პირველეული არსებობს. ვინც იქნება დასაჭრელი, განცხადებებით არ იქნება მაშინ ქვეყნის მართვა. ვინც იქნება დასაჯელი, ვის შესახებაც ექნება ქვეყანას საფუძვლიანი ინფორმაცია, ის აუცილებლად იქნება დასჯილი და ჩვენი პრინციპი არ იქნება მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება. ჩვენი პრინციპი იქნება საქართველოს განვითარება. წარმატებები მინდა გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მაშინ მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი შესაძლებელი ასეთი მძაფრი პოლიტიკური განცხადებებით გამოსულიყო, თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ ესეც მოხდა. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს ტონი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან წამოსულა, თქვა 9 აპრილიდან დღემდე არ იგრძნობოდა მის განცხადებებში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ გზავნილებში მარტვილიდან მთავარი აქცენტები გაკეთდა სწორედ პრეზიდენტის ყოფილ თანამოაზრეებსა და ამჟამად მის ყველაზე მკვეთრ ოპონენტებზე. შემდეგ გადაცემაში ალბათ გვექნება საშუალება, ან შემდეგ დღეებში მაინც ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მოусმინოთ. მე გემშვიდობებით ზუსტად 1 კვირი, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. მთავარი თემით მომავალ კვირას ზუსტად 20 საათზე ვართ ეთერში. ნახვამდის.